ყველას გვახსოვს შენს ცხოვრებაში რაღაცა მძიმე პერიოდი, რომელზეც შენ მე არ მახსოვს, სხვებს უფრო კარგად მართლა? ახს დეტალები. მაგრამ ეს გაქცევის სურვილი, რაც ცნობილია საზოგადოებისთვის, არ იყო სიკვდილის სურვილი. ყოველ ცუდი დრო ჩემს ცხოვრებაში არის დრო, როდესაც თავს გაუქმებულად გრძნობდი. ძალიან ბევრი ნაწილი იმ წელიწადი და 2 თვიდან სრულიად ამოგდებული აქვს მეხსიერებას. ბევრი რაღაც ხდება თავში. ქაუს ცხოვრება არ გვინდა გვეშინია, მაგრამ ამავდროულად წესრიგში ცხოვრებაც ტანჯვილია. ბოროტებას როგორ უყურებ, როგორც რაღაც პათოლოგიას თუ როგორც განზრახვას? ყველაში. ბუტიში. არა უშავ, შეიძლება სიკეთე გვირეკავს. მე რო დავწერო ახლა შენზე სტატუსი, გეწყინება? ყული მგონია რომ ვიღაცამ ამოგდეს რომ მასე რო ცუდს ამბობენ ის არ აინტერესებს. გააჩნია ვინ ამბობს, ძალიან ცუდი ხალხია. აი რო გიგდებენ სკრინებს, რომ აი შენზე რაღაც მათ შორის ძირითადი ჩემი თუ შეიძლება ასე ითქვას სტრესების გენერატორები ეგეთ ხალხია. ეგენი არიან თუ აი სიმშვიდე რამ მოგიტანა? არაფერმა. რაღაცა გაბრაზებული მეჩვენები ბაბულზე. პირიქით, ტრაგიკომიკურ მოცემულობად მგონია. აი კიდე მეჩვენები. რამდენი ადამიანი წვათ, იმდენი სიმართლე არსებობს. სახელის მოხვეჭას რასაც ეძახიან, ამაზე კი მიჯაჭვულია რაშკარად. შენ გისარგებლია თუ არა შენი მდგომარეობით? კულტურა ქმნის ახალ ნორმებს. ეს ნორმები გულისხმობს ბუნებრივია რეპრესიას და რეპრესია გულისხმობს ცხადია ტრავმას. გულზე მოგხვდა და ფიქრობ. ვისხლებ ბევრ ამის. ერთადერთი გზა არის მოძრაობა. მე ვარ წარსულზე მეოცნები ადამიანი. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემას ვიკასთან, ეს არის YouTube არხი მისმინე, რა თქმა უნდა გითხრათ და გთხოვოთ, რომ დაგვალაიქოთ, დააკომენტაროთ, გამოგვიწეროთ. შეგიძლია გვიპოვოთ Facebook-ზე, Instagram-ზე, TikTok-ზე, ყველგან, სადაც კი დღეს შესაძლებელია ყოფნა ონლაინ გადაცემისთვის, ყველგან ვართ. თქვენი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ გადაცემისთვის, ამ გადაცემის სიცოცხლის უნარიანობისთვის და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი არის გიორგი კეკელიძე, მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელსაც პირველ რიგში ვეტყვი მადლობას, რომ აქ არის დღეს სტუმრად ჩვენთან გადაცემაში. როგორ ხარ გიორგი? მადლობა, თავად როგორ ახარ? ნელა. ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში? მოდი პირველ რიგში გითხარი დღეს რა საქმიანობ, რითი ხარ დაკავებული? რითი იყავი დაკავებული წარსულში, ვიცით ძალიან კარგად, ამაზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ახლა რა საკეთებ? გარდა იმისა, რაც აღნიშნე და რაც ალბათ არის ჩემი ძირითადი საქმე, პარალელურად ეროვნული ბიბლიოთეკის დატოვების შემდეგ ვაგრძელებ იგივეს, რასაც ვაკეთებდი. ახლა თუ მაინდა-მაინც ესეთი ოფიციალური ჩამონათვალი გვინდა, ვარ წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ბიბლუსის კრეატიული დირექტორი, ევროპულ სკოლაში მუშაობ და სულ ახლახანს განვაახლე ლიბჯი და ვაკეთებთ ძალიან დიდ, სერიოზულ, ამბიციურ, არაფორმალურ სკოლას და კიდევ რაღაცებს ვაკეთებ. ყოველ შემთხვევაში მცდელობა მაქვს. და სიამოვნებას განიჭებს ის, რასაც ახლა აკეთებ. მე არ ვარ სიამოვნებისკენ მიდრეკილი ადამიანი ძალიან სამწუხაროდ, მაგრამ ეტყობა ქვეცნობიერს კვებავს და ვაკეთებ. ხო, ეს არის მნიშვნელოვანი, როდესაც აკეთებ რაიმეს, მნიშვნელოვანია თუ არა, რომ ამით ღებულობდეს სიამოვნებას. ცხადია, მე ახლა ცოტა ხუმრობა გავშვებით თქვი ეგ ამბავი, მაგრამ რეალურად რა თქმა უნდა სიამოვნებს, იმიტომ რომ ალბათ ტიპური სიამოვნებებისკენ არ ვარ მიდრეკილი, რაც ალბათ საშინლად ამაზარალებელია ჩემი ბიოქიმიისთვის, მაგრამ რაც შეეხება ამ ამბავს, მუშაობის შედეგს, სახელის მოხვეჭას, რასაც ეძახიან, ამაზე კი მიჯაჭვული ვარ, აშკარად შემიძლია ვაღიარო, იმიტომ რომ რეალურად ჩემთვის ეგ არის მთავარი мотиваტორი, რომ რაღაცა ვაკეთო. კეთების პროცესი უკიდურესად მნიშვნელოვანია, მაგრამ ძალიან ყალბი ვიქნები, რომ ვთქვა, რომ შედეგი არის უმნიშვნელო. იმიტომ რომ აქამდე დადასტურებული ფორმა ადამიანის უკვდავების არის ის, რომ მის სახელი რჩება და ეტყობა ეგ გვაქვს რაღაცნაირად დალექილი და შესაბამისად მივიდვით მაკეთკენ ყველანი სხვადასხვა ფორმით. და ყოფილა შენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა გიკეთებია ის, რაც დიდად სიამოვნებას არ განიჭებს?
კი, როგორ არა, იცით რა არის, ჩემს ცხოვრება არასწორხაზოვანი იყო სულ. ამ სიტყვის ბევრნაირი მნიშვნელობით და ძალიან ბევრი თუ ასე შეიძლება დავარქვათ ზიგზაგი გამოვიარე, როგორც პირად ნაწილში, ისე ბუნებრივია საქმიანი თვალსაზრისითაც და იყო დროები, როდესაც უკიდურესად რუტინული საქმეების კეთება მიწევდა, იმიტომ რომ მე 16 წლიდან ვცხოვრობ მარტო და შესაბამისად ეს მარტოობა გულისხმობს შრომის იძულებასაც. შეიძლება ესეც არის გარკვეულწილად მიზეზი და მერე უკვე მიზნად ქცეული ამბავი, რომ გარკვეულწილად მე სულ თქვათ ჩართული ვარ რაღაც ფორმით აი ამ შრომის ინდუსტრიაში სხვადასხვა მიმართულებით და სულ მოძრაობ, იმიტომ რომ მოძრაობა ჩემთვის არის განსაზღვრელად მნიშვნელოვანი ამბავი. ამიტომ ის შემთხვევებიც, როდესაც არ მსიამოვნებდა რაღაცების კეთება. და ახლაც არის დრო, როცა გარკვეულწილად ბევრი სამუშაოს მერე შეიძლება მომბეზგდეს რაღაცა. მე ჩემს ცხოვრებაში მაინც არ მიმაჩნია ყველაზე ცუდ დრო. ყველაზე ცუდი დრო ჩემს ცხოვრებაში არის დრო, როდესაც თავს გაუქმებულად გრძნობდი და ეს ძალიან შეუსაბამო იყო ჩემი ტიპაჟისთვის, გამანადგურებელიც კი რეალურად და ამან შეიძლება ითქვას იმხელა გავლენა მოახდინა, რომ არ მგონია რომ რამე ხდომილება მოხდეს აწი და იქ მივბრუნდე. მე არ ვიცი ვერაფრით ვერ დავაზღვევ მომავალს და საკუთარ თავს მით უმეტეს ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაფერი რაც მერე მოხდა შეიძლება მანამდე ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ იქ აღმოჩენილიყავი და ძალიან დიდი ფარი გამიკეთა ორგანიზმმა და ვისხლეთ ბევრ ამის. ხო, ყველას გვახსოვს შენს ცხოვრებაში რაღაცა მძიმე პერიოდი, რომელზეც შენ მე არ მახსოვს, სხვებს უფრო კარგად ახსოვს. კი, ძალიან ბევრი ნაწილი იმ წელიწად და 2 თვიდან სრულიად ამოგდებული აქვს მეხსიერებას ორი მიზეზის გამო. ერთი რომ თვითონ გონება ბლოკავს რაღაცეებს ბუნებრივია და შესაბამის თქვა ციცარიელებს ქმნის, რომ ტრაუმული ამბები აერიდოს და მეორე იყო იმ პერიოდში ბუნებრივია სრულიად არაჯეროვანი მოხმარება სიმშვიდის მოპოვების მიზნით რაღაც ტიპის თქვა ტრანკვილიზატორების, რომელთაც კიდევ უფრო გაათმაგეს ჩემი მდგომარეობა სირთულის თვალსაზრისით და ცხადია ის პერიოდი გარდა ძირითადი მომენტებისა, რომელშიც კარგი არაფერი არ არის, აი ასე დეტალურად ჩემზე უფრო ახსოვს ჩემს მეგობრებს, მაგალითად მეუბნებიან, რომ აი იქ რო წაგიყვანე ხო გახსოვს ლისის ტბაზე წესით ფეხით უნდა გეარა და თქვათ რაღაცა შეღავათი საერთოდ არ ანუ ვერ ვხვდები რას მეუბნები. და შესაბამისად, ამიტომ მე მინდოდა მეკითხა, რომ რა ტრანზიციებს გადის ამ პროცესში ადამიანი ამის შეგიძლია რომ სიტყვები დაადო ამ მე პირველ რიგში მაინც უნდა ვთქვა ეს რომ ძალიან უსიამოვნო ამბავია და ეს არ არის მხოლოდ ამ დროის პროდუქტი, რომ განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან მენტალური ჯანმრთელობა არის საღლიცინო თემად ქცეული, იმიტომ რომ რეალურად ეს რაღაც გაუგებარი გამონათქვამები რომ ფსიქიატრიის პაციენტი, ყველა ადამიანი ფსიქიატრის პაციენტია, და ფსიქიატრია გულისხმობს ფსიქიკის კვლევას მეტნაკლებობით ბუნებრივია, ხო? ეს არის ძალიან ცუდი ინერცია ტოტალიტარული სისტემის, რომელიც მერე იოლად გადმომისამართდა აქეთ. მაგრამ ცხადია ეს ტრანზიციები, რომელიც გარკვეულწილად თქვათ ინდივიდუალურიც არის, რიგ შემთხვევაში არის ობიექტური მახასიათებლებით მეტნაკლებად თქვა თუ შეიძლება ასე ითქვას განსაზღვრულიც და ძალიან ბევრჯერ როცა მე ამაზე ვწერ ან საჯაროდ საუბრობ თუნდაც ამ გადაცემის მერე დარწმუნებული ვარ უამრავი ადამიანის წერილი მომდის რომელიც მეუბნება რომ აი მე ზუსტად იგივეს განვიცდი ზუსტად იგივე თქვა შეგრძნებებით ვარ შეპყრობილი ცხადე დიაგნოზი არის განსხვავებული მე ალბათ უფრო აქ ცოტა ფენომენოლოგიურად რთულია დადგენა, მაგრამ ალბათ უფრო ობსესიურ კომპულსიური აშლილობის მიმართულების და კლასტერის წევრი ვარ. ხო, გადის ძალიან ბევრ ფაზას ადამიანი. პირველი ცხადე არის სტრესი. მერე არის გენეტიკური მახასიათებლები, რომელსაც ეს სტრესი ზევით წევს. მერე არის ბუნებრივია, რამდენად სწორად მკურნალობ და რამდენად სწორ ექიმთან მიდიხარ, იმიტომ რომ ეს საშინელი სტიგმა, სტერეოტიპები ძალიან ბევრ ადამიანს
აფერხებს ამ მიმართულებით და მე ვიცი უამრავი პაციენტი, რომელიც უბრალოდ ვერ მიდის ექიმთან, ან თქვათ ცდილობს ევფემიზაციას ამბის, რომ რაღაცნაირად თქვათ უფრო კეთილშობილურად მისი აზრით ან საზოგადოებრივი კონტექსტში გაჟღერდეს და აი ნევროლოგთან, ნევროპათოლოგს ვეძახით მაგასთან, რომელიც სფეროს არ არის ეს. და შესაბამისად ხო და მე ეს კიდე ყველაზე უფრო მსუბუქი შემთხვევაა, ხო ზოგი საერთოდ ვერ ამბობს. ნაცნობები ეუბნებენ, რომ ზარმაცობ, ცუდად რატო ხარ, აზრები გაწუხებს, ну რაღაც 1000 სისულელე, რომელიც თქვათ კიდევ ერთხელ ვამბობ ამ მახინჯი სტერეოტიპების ბრალია. მაგრამ საბოლოო ჯამში ცოტათი მაინც შეიცვალა, იმიტომ რომ რაღაც ხალხმა დაიწყო ამაზე ლაპარაკი. იმიტომ რომ გარემოა ისეთი, რომ მე მგონი ხო, გარემოც გარკვეულწილად ამას კარნახობს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ძალიან ისეთი გრძელი და რთული ფაზა, რომელიც გულისხმობს სწორ კურნალობას და მერე უკვე ნებელობას, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, საწყის ეტაპზე თქვათ აი ეს თავი ხელში აიყვანე, თავს შემოუძახე, სრულიად უსარგებლო ფრაზებია და პირიქით გაღიზიანებას იწვევს, ხო, შესაბამისი ადამიანის რაღაც ეტაპის მერე რეფლექსია და ჩართულობა განსაზღვრელად მნიშვნელოვანი. რაღაცნაირად შევადაროთ ამ პროცესში დიდი წილი აქვს კურნალობას, სწორ კურნალობას თუ აი საკუთარი თავის ხელში აყვანას. ფაზებს გააჩნია. ანუ საწყის ეტაპზე თუ თქვათ ეს რაღაცა კლინიკურად მსუბუქი ფაზაა, შეიძლება სხვადასხვა მეთოდი არსებობს, ხო? ამერიკის შეერთებულ სხვანაირად შტატებში სხვანაირად მკურნალობენ, ევროპა, სკანდინავიაში მაგალითად სრულიად სხვანაირად მკურნალობენ, ცენტრალურ ევროპაში სხვანაირად მკურნალობენ. საბოლოო ჯამში უკიდურესად ინდივიდუალური და გააჩნია სიმძიმეს მოცემულობის, ხო? ეხლა რაღაცა ღრმა დეპრესიას და თქვათ მწვავე შფოთვით აშლილობას შენით ვერაფრით ვერ გაუმკლავდები, ხო? ამას სჭირდება სწორი მიდგომა, შესაბამისი სპეციალისტები და შესაბამისი მკურნალობა, ხო? და პირველ რიგში გარემო, რომელიც არ გიკარნახებს შენ რაღაცა გაუგებარ ბოდოებს, რომელიც თავის მხრივ იქნება გამსჭვალული იმით, რომ წყალებში შენ გიჟი ხარ და ასე შემდეგ, რაც ჯერტი საერთოდ აბსოლუტურად ძველი ტერმინებით რო ვთქვათ, ფსიქოზის სპექტრი და ნევროზის სპექტრი საერთოდ განსხვავებული მოცემულობებია, რომ ანუ მოცემულობა როცა ადამიანი კრიტიკას ინარჩუნებს საკუთარი თავისადმი სრულიად განსხვავებული ამბავია, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე ვიყავი, მაგრამ ეს უფრო მტანჯველიც იყო რაღაც თვალსაზრისით, ხანდახან ვფიქრობდი რომ ნეტა ეს ასე არ იყო, ადამიანი რომელიც კრიტიკას ვერ ინარჩუნებს, ეს აბსოლუტურად სხვა და ისიც ცხადია საკუთარ მკურნალობას გულისხმობს და არც იქ არ არის რამე სამარცხვინო. ამიტომ საბოლოო ჯამში ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ამ თვალსაზრისით, ძალიან ბევრი ნიუანსი არის გადასალახი და ძალიან ბევრმა ადამიანმა უნდა იცოდეს რაღაცეები წინასწარ. ხო, ადრე რაც ჩვენ ხასიათობრივი გვეგონა რიგ შემთხვევაში, ხო? ეს არის კონკრეტული სპექტრის ნაწილი, ხო? მაგალითად, აი მე ბავშვობაში მქონდა ეს კომპულსიური აკვიატებები, რომ აი სამჯერ რაღაცას ხელს დავადებ, ან თქვათ, სადღაც მივალ და თქვათ, ასე შეიძლება ასე თქვას ფილებ გამოტოვებით გადავახტები. ხო, ეს რაღაც კომპულსიებია, რომელიც შენ გაზღვევს პოტენციური, თქვათ, თუ შეიძლება ასე თქვას, საფრთხეებისგან. ხო, ეს ყველაფერი საკრალური განცდითად შეიძლება გავიგოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში არის ძალიან დიდი ემოციური ინფორმაციის ნაწილი, რომელიც ადამიანმა გამოიარა და გარკვეულწილად თქვათ ეს რაღაცნაირად გენერირებული აქვს საკუთარ თავში. რაღაც ტიპის მიდრეკილებები, შიშებისადმი მერე ამ შიშების გადაზღვევა, ხო, კომპულსის მერე მორალი, რომლის საზღვრების ყოველთვის იცვლება. ხო, ის რაც გუშინ შეიძლება ვთქვათ, სრულიად ნორმალური მოცემულობა დღეს შეიძლება რაღაც ტიპის საზოგადოებამ დაგიდგინოს როგორც მორალური პრობლემა და მერე იმან დააგტანჯოს ის გამრავალფეროვნო მერე ეს ეგრეთ წოდებული overthinking-ი ან ჭარბი ფიქრი ბუნებრივია ამის საუკეთესო საწვავია და ობსესიურ ადამიანებს ეს აქვს და ამ შემდეგ. ანუ ეს ბევრი რაღაც ხდება თავში. ანუ სრული ფიქრებით რუმინაციას ეძახიან მაგას, როდესაც თქვათ ფიქრებს ვერ იმორჩილებ. ტრიალებს და ერთი ფიქრიდან მეორეზე გადადიხარ. მეორეზე შეიძლება გადახვიდე, მაგრამ შეიძლება ერთი და იგივე ფიქრმა გაგჭედოს და თქვა რომ ეს არის ძირითადი პრობლემა შენი, რომელიც შეიძლება რემისიულ ჩვეულებრივ ფაზაში საერთოდ სასაცილო იყოს. ანუ აბსოლუტურად არავითარ სირთულეს არ წარმოადგენს მათ შორის მორალური აზრი. ხო, ტანჯავს რა, შეუსაბამოა და ხდება უზარმაზარ დაუძლებელ პრობლემად. აი ხო არის უფრო მარტივი ვიღაცისთვის, მაგრამ ვიღაცისთვის ტანჯველი ვთქვათ, ამბები გადამოწმების
გადამოწმების მანია, ხო, სურვილი, რომელიც ობსესიური აშლობის ერთ-ერთი ფორმაა, რომ აი მაგალითად ბევრჯერ ნახე, გამორთე თუ არა და რომც სახლიდან შეიძლება გადიხარ და წახვიდე და მაინც ბევრჯერ. გონია და მოტრიალდე და ნახო და ასე შემდეგ და შემდეგ. ეს არის ბუნებრივია რეალურად საფრთხის ასე რაციონალური საფრთხის გადამოწმების სურვილი, რომელიც მე შეიძლება გადავიდეს აბსოლუტურად ავადმყოფურ ფაზაში და რეალურად ტანჯველად იქცეს. ან ჩვეულებრივი შემოწმება კი არ იყოს, რომ შენ შუქი ჩააქრე თუ აანთე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არამედ იყოს ეს რაღაცნაირი, თქვათ, ტანჯველი პროცესი, რომელსაც ვერაფრ ვერ გაურბიხარ. და ამას თუ აცნობიერებ ადრეულ პერიოდში, ანუ თუ იცი ამის შესახებ. ადამიანმა მერე ბუნებრივი უამრავი მეთოდი არსებობს ამის მართვის და მე მინდა ყველას ვინც გვისმენს უთხრა რომ კი თქვა შეიძლება მათვის ახლა ეს განსაკუთრებით მწვავე ფაზაში მყოფი ხალხისთვის ესეთი ლაპარაკი იყოს ვიღაცამ ფიქრობს უბრალოდ ზედაპირულად და გულს გარეთ გვამშვიდებს, მაგრამ ნამდვილად ნებისმიერ მენტალურ სირთულესთან დაკავშირებით არსებობს გამოსავლის უამრავი გზა დღესთან. გარკვეულწილად შემსუბუქების ყველაზე იოლ შემთხვევაში და სრულად განკურნებისაც ასევე. ამიტომ ამ თვალსაზრისით ბუნებრივია ჩვენ ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს წინ. და მე ვცდილობ ცოტას, ცხადია, მაგრამ ვცდილობ. ის პრობლემა რაც შენ ქონდა ადეკვატურად იყო თუ არა აღქმული და ხშირად არის თუ არა თუნდაც თვითმკვლელობის მცდელობა არის თუ არა ის რის შემდეგაც ყველას ერთვება განგაში რომ თურმე მართლაც უდად ყოფილიყო. უყურეთ როგორ არის ან თუნდაც ჩემი შემთხვევაც, ხო? ეხლა შეიძლება ჩემი პერსონალური მაგალითად გამსაზღვრელი არ იყოს, თუმცა მომაბეზრებელიც იყოს ამაზე ამდენ. თუმცა ჩვენ ახლავს შენზე საუბრობ და არ ვან ზოგადად ჩემ ისტორიას. სწრაფად მინდა რომ უბრალოდ გადაურბინო ამ ეპიზოდებს, რომ რაღაცნაირად თქვა მომაბეზრებელი არ იყოს. რუტინულად იგივე მე უფრო ვფიქრობ ხომ არ არის მატრამვირებელი შენთვის ამ თემაზე საუბარი უფრო ამის პირიქით მე ეგ ფაზები გაუხერხულობა მაქვს სხვათა შორის მინდა გითხრა რომ პირიქით იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი თვით თერაპია თუ შეიძლება ითქვას ჩემთვის გამოდგა სხვა ადამიანების აქტიური დახმარება. მიუხედავად იმისა რომ ის საფრთხე არსებობდა რომ რეალურად ტრიგერად წოდებული ვთქვათ ამბავი რომ ისინი ვთქვათ თავიანთ ამბებს მიყვებოდნენ ხშირად და გარკვეულწილად მახსენებდა საკუთარ თავს პირიქით დამაზიანებელი აღმოჩენილიყო ჩემ შემთხვევაში არა პირიქით აღმოჩნდა და შესაბამისად ძალიან მათ ვინც მსგავსი ისტორია გადახდა ძალიან ბევრი ასეთი მე ახლა ამ წუთას ტელეფონში ამ ნიშნით მიწერია სადღაც 1000-მდე მეტი ადამიანის ნომერი მხოლოდ WhatsApp-ის მესენჯერის მიმართულებით, რომელიც პერიოდულად ამ ბოლო 3 წლის განმავლობაში მწერენ. ანუ 1000-მდე ადამიანი, რომელსაც მსგავსი ისტორია აქვს, ახლა წერს და გეკითხება. არა, ეს ყველა აქტიურ ფაზაში არა. აი ამ 3 წლის განმავლობაში ვიღაცები შემორჩნენ ვინც დღემდე. და ეს არ არის შენთვის შემაწუხებელი. აღმოჩნდა რომ არა, რომ ყოფილიყო ახლა მე ესეთ ჰიპერალტრუიზმით გამშვალული ადამიანი არა ვარ, რომ მაინდა-მაინც თქვა. მაგრამ შეიძლება შენი გამოცდილების გაზიარება რაღაც გეხმარება შენვე. შეიძლება არა, ნამდვილად ეგრე იყო, დაუბრუნდები იმ ამბავს. საწყის ეტაპზე ეს მეტნაკლებად ყველასთვის გაუგებარი იყო. ჩემთვისაც კი ახლა 2 წიგნი ამ სფეროში წამეკითხა, იმდენად გაუგებარი შეგრძნებები იყო, რომ ვერ ვათვინიერებდი პროტოკოლს. ანუ მე რო თავიდანვე ნორმალური მკურნალობა დამეწყო ამ სტრესის მერე, თქვა, ამ პოსტსტრესული მახასიათებლების, რომელმაც მერე ობსესიები წამო. ეს შეიძლება ვთქვათ გაცილებით მარტივად მორჩენილიყო, მაგრამ მე ვიწყებდი რაღაც მკურნალობას, ვანებებდი თავს, ვიწყებდი და ვთქვათ ვთილობდი, რომ ეს შვება მიმეღო. და ეს არის ხო თვითმკურნალობა სპეციალისტთან მიდიოდი. ყოველთვის სპეციალისტებთან დავდიოდი, ნორმალურ ხალხთანაც, მათ შორის ზოგჯერ შეიძლება არანორმალურთან, არაფსიქიკური გაგებით, არამედ სპეციალისტის აზრით. ამას არსებით მნიშვნელობა არა. ხო და მოკლედ ირგვლივ ძალიან ძნელად იგებდნენ რა განა ისინი მე არ გულშემატკივრობდნენ პირიქით. რამდენიმე ადამიანი იყო, ვინც რეალურად ბოლომდე ჩემ გვერდით იდგა და მე ძალიან ვაფასებ ამას, იმიტომ რომ ძალიან ძნელია, ასევე უნდა ვთქვათ, მენტალურად ჯანმრთელობის მქონე ადამიანის ჭირისუფლება. იმიტომ რომ შენთვისაც რეალურად თითქმის იგივე ტრამვების მომტანია რა, ვინც ეგრეთ წოდებული თავმდგმურია თუ
გამზიარებული. და შეიძლება არც იცოდე რა არის სწორი რომ ხო, ეგ კიდე ცალკე პრობლემაა, ხო და რაც შეეხება იმ ეგრეთ წოდებულ პიკურ ფაზას, ეს პიკური ფაზა გაცილებით რთული იყო და გაცილებით უფრო დიდ მწვერვალებს იპყრობდა შემდეგ თვეებში, ვიდრე იმ პერიოდში, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. იმიტომ რომ მარტივი მოცემულობაა, ხო, როდესაც შენ რაღაც გტანჯავს, ცდილობ რომ მას გაექცე. მაგრამ ეს გაქცევის სურვილი ჩემ შემთხვევაში პირველ ამბავში რაც ცნობილია საზოგადოებისთვის არ იყო სიკვდილის სურვილი. ეს იყო უბრალოდ თქვათ ან და ამიტომაც დავწერე ღიად რომ ვიღაცას მინდოდა რომ ეშველა, ხო? ჩვეულებრივი ამბავია ეს აბსოლუტურად და გასაგები მით უმეტეს ვინც თქვათ შანსი დატოვეს. ცხადია. საკუთარ თავს მიეცეს შანსი. მაგრამ ამის მერე იყო ფაზები, სადაც მე ვფიქრობდი რომ ეს სისულელე გამოდგა, ანუ პირიქით მინდოდა რომ მომკვდარიყავ. იმდენად და გართულდა ამის მერე ჩემი მდგომარეობა, იმიტომ რომ რამდენიმე ჩემი აზრით მაინც თუ შეიძლება არასწორ მისამართზე მოხვედრის მერე რეალურად თქვათ გულისხმობ შემთხვევაში სამკურნალო დაწესებულებას კიდევ უფრო გამძაფრდა ჩემი მდგომარეობა. ჩემი ცხოვრების ამ თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იყო ეგ ხო ეგ ამბავი რაც ვიცით მაისში მოხდა. ივნისის მეორე ნახევრიდან ვიდრე სექტემბრის ბოლომდე. და მე საკმაოდ თქვათ კარგ სპეციალისტებთან მოვხვდი, ეს სწავლების ჩახსნის რომელსაც სრულიად ჯოჯო ხეთურია ამბავია, ხო, ეს შეიძლება ძველი ტერმინი გამოვიყენოთ ლომკას, რასაც ეძახიან, ხო, ამ ფსიქოტროპული წამლების ჩახსნის პერიოდი არის უკიდურესად ჯოჯო ხეთური, მაგრამ აი მაგის გადატანის მერე ერთ მშვენიერ დღეს, მართლა ერთ მშვენიერ დღეს ყველანაირად ძალით გამხატრულების გარეშე უბრალოდ დავინახე რომ სამყარო არსებობდა. აი ეს უბრალოდ გამოვიხედე და შევიგრძენი რომ რაღაცეები რომელიც ჩემს ირგვლივ იყო მაგალითად ჩემს სახლში იყო ის რაც იყო. ანუ მანამდე პიკური ეპიზოდიდან რა დროში ხდება? პიკური ეპიზოდიდან მაისში არის პიკური ეპიზოდი, მაისამდე მთელი ერთი წელი იყო ეს რაღაც გაუგებარი турბულენტობა, სადღაც 5 თვეში, 4 თვეში. აი გამოიხედე. ხო, გამოვიხედე ამ სიტყვის მართლა პირდაპირ მნიშვნელობით, იმიტომ რომ მე არ ვლაპარაკობ რაღაც ესეც ყალბი რომანტიკული განცდით, რომ ჩიტების ჭიკჭიკი ესმოდა და ფერად სამყარო, მაგას ახლაც ვერ ხედავ, ვერ დავინახავ ვერას, ეგ ტიპი ვარ და მე მაგიზიანებს ვიქით. უბრალოდ ჩვეულებრივი რაღაცები, სარკე, მოაჯირი, რა ვიცი, ჭერი, სახელური, გახდა ჩვეულებრივი. და მანამდე იყო ბუნდოვანი. ანუ მანამდე იყო რაღაც, რომელზეც ვიღაც რომ მიეთითებია, ეთქვა რომ ეს სარკეა, კი, სარკეა, ეთყობდი, მაგრამ ვერ განიცდიდი ამას. არ იყავი ხო დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია, სწორედ ეგ არის. ანუ არ ხარ ამ ცხოვრების, თითქოს რაღაცა დიდი ესეთი შუშის თუ შეიძლება ასე ვთქვათ, წინახობა გაქვს და შუშის იმიტომ რომ ხედავ, მაგრამ ამავდროულად მისი ნაწილი არ ახარ. ეს არის ალბათ დერეალიზაცია ალბათ არის ერთ-ერთი ყველაზე ჯოჯოხეთური ნაწილი ამ ამბის. ჩემთვის მაგალითად ეს ობსესიური რუმინაციები და დერეალიზაცია იყო ყველაზე უფრო მტანჯველი. რადგან ახლაც არ მაქვს. დერეალიზაცია ნაკლებად თითქმის გავაძევე, იმიტომ რომ ეს უფრო გამოწვეული იყო. მაგრამ ეს ობსესიური მახასიათებლები ახლაც მაქვს. და ჭარბი ფიქრი და თქვათ გადამოწმებები და თქვათ ამ გადამოწმებების მერე კიდე გადამოწმებები და ასე შემდეგ გონებას მაგას ვერ აღწევს ესეთი ფრაზები რომ ეგ ყველას გვაქვს გიორგი გადამოწმებები არა რისი თქმა მინდა რომ ეს არის გამაღიზიანებელი გაუფასურება რა ხდება შენი ამბების და შენივე დამშვიდების თუ შენივე გვერდში დგომის და თანაგრძნობის მიზნით მესმის მეკითხები ისეთი მიდრეკილება რაღაცას ადრე მქონდა ცოტათი მაგრამ დიდად არ აქვს ჩემი თავარი პრობლემა არის ჭარბი ფიქრი ანუ კონკრეტულ რაღაცებზე, რომელიც კონკრეტული მიმართულებით არის განვითარებული, ხო? და ეს ჭარბი ფიქრი თავისი ინტენსივობით ცხადია ადამიანისთვის უკიდურესად შემაწუხებელი. მაგრამ დღეს მეტნაკლებად ვისწავლე გამკლავება და მთავარი გამკლავება ჩემთვის ამ საკითხთან დაკავშირებით, ამ მოცემულობასთან ბრძოლის მიმართულებით არის შრომა, რაც მანამდეც იყო. და რეალურად თქვათ ეს ამბავი ხო მაგალითად წავედი სოფელში თქვათ მიმაქვს ციგნები იქ ლექცია უნდა ჩავატარო ციგნები დავტოვო დაუბრუნდე მე რო ჩამოვალ უცბად ონლაინ ლექცია მაქვს მეორე დღეს მივდივარ 8 გაკვაკი ახლა სადაც მოვედი ამ წუთას უკვე ჩატარებული მაქვს 6 გაკვეთილი და 2 ლექცია
და კიდე 1000 რაღაც შუალედში, რომელიც თქვათ ვირტუალური სივრცის იძულება. ფიქრისთვის დრო არ დაგჭირს? ხო, ზუსტად ეს არის, რომ მე გარდა იმისა, რომ ეს საქმე სიამოვნებს და ცხადია ვიცი, რომ სასარგებლოა. ასე თუ ისე რა და ეს ამბიციაც მაქვს, რომ საგანმანათლებლო მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან რაღაცებს ვაკეთებთ. ალბათ ეს ძალიან თუ პერსონალიზაციას მოვახდენთ, ამბის ეგ არის, რომ ფიქრი, რომელიც შემაწუხებელია, გავაძევო. და ერთი და იგივე თემაზე ფიქრობ? იცვლება მახასიათებლების მიხედვით, სიტუაციების მიხედვით, გარემოს კარნახის მიხედვით, რაღაც ამბების მიხედვით, რომელიც შეიძლება პარალელურად მოხდეს, ვთქვათ, რა ვიცი, იაპონიაში მესართ არ მეხებოდეს, მაგრამ იმან დააპროეციროს, რომ მე ხო ეს ხო არ არის და ასე შემდეგ. ან პერსონალურად შეიძლება ეს ფიქრები შენ არ გეხებოდეს? პერსონალურად ადამიანს ეხება აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კაცობრიობაში ხდება და ყველაფერი შეიძლება მას გადახდეს თავს. ის რომ სადღაც რაღაც ხდება, შეუსაბამო, მაგალითად, შენს ფიქრთან, შენს კოდექსთან და ეს თქვათ, პოტენციურად შეიძლება შენს თავს მოხდეს, ეს შეიძლება შენთვის შემაწუხებელი აღმოჩნდეს. ამას ვამბობ. არდა ყველაზე მორალური ადამიანები, ქცევითი აზრით, საბოლოო ჯამში არიან ობსესიური ადამიანები. იმიტომ რომ მათ უამრავი გადაზღვა იმის გარკვეულ და ხირო ვინმე ფრთიანი ანგელოზია უამრავი გადაცდომა მქონია მეზს და სხვასაც. თუ თქვა ეს გადაცდომა ძალიან პირობითია, ხო ვიღაც დადგენილი მორალური წესების მიხედვით, მაგრამ ნუ ოკეი. მაგრამ საბოლოო ჯამში, ხო, ეს ობსესიურად მიდრეკილი ხალხი ყველაზე ნაკლებად ჩაიდენს მაგალითად დანაშაულს. იმდენად თქვათ ფრთხილია საკუთარ მორალთან და იმდენად ხშირად ცდილობს რაღაცეებისგან გაქცევას, გადამოწმებას და ასე შემდეგ. ჩვენ ვართ პროდუქტები, ანუ ფროიდს აქვს ბრწყინვალე წიგნი, რომელიც გარკვეულწილად თქვათ ეხება ამ კულტურის შემოჭრას ადამიანის ცხოვრებაში. ხო, ფროიდმა ბევრი რევიზია გაიარა და მას ბევრი მოწინააღმდეგეც ყავს, ზოგი სრულიად სულელი, რაღაც უქური პრიზმიდან, ზოგი მეტნაკლებად თქვათ ჭკვიანის, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ცალსახა გენიოსია და მე საერთოდ ფროიდის რაიხის ხაზის მომხრე ვარ და შესაბამისად ვფიქრობ, რომ სხეული და ფსიქიკა ძალიან გადაჯაჭვულია ერთმანეთთან. ესაც ცალკე საკითხი ხარ ამ გადაცემაში. ფსიქოლოგიური ტერმინებით თქვათ, გაჯერებას ამის არ ანუ ვიძახი იმას, რომ კულტურა მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ჩვენ გარკვეულწილად კულტურის პროდუქტები ვართ და ტაბუმ შეგვქნა მე და შენ და ტაბუს ნაწილია, რომ ჩვენ ახლა ასე ვსხედავთ და ვლაპარაკობთ და არა თქვათ რაღაცა სხვანაირი ფორმით ვცხოვრობთ, საბოლოო ჯამში ადამიანის ფსიქიკა იდურესად შეავიწრო. იმიტომ რომ კულტურა ქმნის ახალ ნორმებს, ეს ნორმები გულისხმობს ბუნებრივია რეპრესიას და რეპრესია გულისხმობს ცხადია ტრამვას ადამიანის შემთხვევაში, იმიტომ რომ ის კიდევ უფრო ვიწროვდება. სხვა შორის ეს გზა არ შენელებულა მათ შორის ბრწყალებში ადამიანის ლიბერალიზაციის პირობებში რიგ შემთხვევაში კიდევ უფრო გამძაფრდა. იმიტომ რომ იმან თავისი კანონები შემოიტანა, ეს კანონები კიდევ სხვა დათქმებს გულისხმობენ და ადამიანის სრულ გაუგებრობაში, турბულენტობაში, იმიტომ რომ მორალურ ნორმებს ყოველდღიურ ცვლილებას მათსაც ვეღარ ეწევა და შესაბამისად ძალიან დიდი პრობლემაა თანამედროვე ადამიანისთვის, ისევე როგორც ვერ იტყვი, რომ ჩვენ კულტურაზე უნდა ვთქვათ ვარი, იმიტომ რომ ჩვენ კონსტიტუციის არსებები ვართ და შუმერებმა იცოდნენ ჯერ კიდევ, როდესაც ვთქვათ, ეს ძალიან ცნობილი ამბავი გილგამეშიანში დაფის ჩამოკიდება აბანოში როცა შედის ერთი მთავარი პერსონაჟი და მე ყველაფრის არევა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი დათქმების გარეშე ქაოსში აღმოჩნდება და ქაოსში ცხოვრება არ გვინდა, გვეშინია, მაგრამ ამავდროულად წესრიგში ცხოვრებაც ტანჯველია. მაგრამ ტაბუმ შექმნა ადამიანი იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ვართ ტაბუს ნაწილი. თუმცა რაღაც უნდა იპოვო, როგორც ჩანს, არ ვიცი, ოქროს შუალედი შეიძლება დავარქვათ თუ უნდა იპოვო რაღაც იდეალური წერტილი. ხო, ძნელია, მაგას ვერ იზამ. ადამიანს აქვს მიდრეკილება, რომ რაღაც მოდუსი იპოვოს, სადაც ის იქნება მშვიდი, მაგრამ როცა მშვიდი არის, ფიქრობს, რომ შეიძლება ამ სიმშვიდეს წარმატებას ვერ მიაღწიოს, წარმატებაში როცა არის, სიმშვიდეს კარგავს. ანუ ადამიანად ყოფნა არის турбулентობა. სხეული და ფსიქიკა ახსენე და ნუ ზოგადად საინტერესოა ამ მიმართულებითაც რას გვეტყვი, იმიტომ რომ მithles შენ როცა საუბრობ, ანუ ყველაფერი შენს თავზე გაქვს გამოცდილი, შენი ისტორია არის, ნუ ფსიქოსომატიკა თავისთავად ხო ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ავადდება სხეული ფსიქოლოგიური მიზეზით. აი ეს ამ ნაწილში რას გვეტყვი, მაინტერესებს რა გამოცდილება გაქვს. ჰიპოქონდრია
მოგეხსენება ძალიან გავრცელებული ამბავია, როცა ადამიანს გონია რომ სულ რაღაცა ჭირს. სხვა შორის მე ვიყავი ეგეთი ძალიან აქტიური და ამ ამბების გადალახვის მერე ძალიან შემცირდა ეგ. მით უმეტეს Google ხელოვნური ინტელექტი კიდევ უფრო გააგიჟებს ალბათ, მაგრამ Google-იც არანაკლებს აკეთებდა რა. პირდაპირ მე ჰერმესის ნომერს ვეძებდი და ვრეკავდი, იმიტომ რომ მკვდარი ნახევარსაათი ვკვდებოდი. ყველანაირ ფაზას გავდიოდი და უკვე მკვდარი ვიყავი რა, ნახულობდი ეს, იმიტომ ეს დამთავრებული ამბავი. ხო და ეგ გაჯაჭვულია ძალიან, იმიტომ რომ შეგრძნებები შეიძლება გამოიწვიოს პირდაპირ მნიშვნელობით ზუსტად იგივე, რაზეც ფიქრობ. გარდაულად იგივე რიგ შემთხვევაში, ხო? და ძალიან ბევრი პრაქტიკა არსებობს, რომ ძირითადად ფიქრობენ, რომ ეგ ყალიბდება ეგრეთ წოდებულ პრელიმბურ ფაზა, ანუ მანამ სანამ ადამიანს აქვს ჩვეულებრივი მეხსიერებითი, თქვა თუ შეიძლება ასე ითქვას, ათვისების უნარი და ძალიან ბევრი ადამიანი, თქვა ვინც ამას ფიქრობს და ამ მიმართულებით მუშაობს, ფიქრობს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის გარემოს აი დაბადებიდან უახლოესი თვეების განმავლობაში, ხო, როდესაც თითქოს ჩვენ გონია, რომ ეს არ არის მეხსიერების ნაწილი, მისი სხეული იმახსოვრებს, ცხადია გონებას არ აქვს ტიპური მეხსიერება, იმიტომ რომ პრელიმბური ფაზაა ლიმბოსის შემდეგ. ხო და აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ ჩვენ ვართ დიდწილად განსაზღვრულები იმ მოცემულობებით რომელშიც უნდა რა მოცემულობებით ცხოვრობდით ჩვენ ხო ეს იყო 90-იანი წლები 1000 სირთულე ეკონომიკური სიდუხჭირე 1000 თქვათ გარე საფრთხე რომელმაც გარდაუვალი გავლენა იქონია ჩვენ ცხოვრებაში ბავშვობას აქვს რაღაც ჯავშანი ხო თვითონ ბავშვობაში და გონია რომ ეს ყველაფერი იოლად გადადის ახლა მაგალითად ვიღაცა რომ ავტომატს ისვრის ბავშვობაში იმაზე კი არ ფიქრობ რომ ის ავტომატს ისვრის მე ყოველ შემთხვევაში და ჩემი მეგობრები ფიქრობთ რომ მეორე დღეს იქ ტყვიები იქნებოდა დაყრილი მოვძებნიდით და ავიღებდით და ჩვენ თვითონაც ვითამაშებდით ომობანას ხო ეს ჯავშანი აქვს და ისხლეთ ამითი მაგრამ ხვალდაზე გარდაულად მოქმედებს და 90-იანი წლების ხალხი რა ვიცი ქვებს რო არ ვისვრით ეგ არის ასაკობრივად დანარჩენს როგორ გაუძელით ხო რთული ამბავია კი ბატონო განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია როდესაც ადამიანი არის საჯარო პირი და რომელსაც იცნობენ მათთვის კიდევ უფრო დიდი გამოწვევა მისვლა ფსიქიატრთან, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ზრუნვა და საერთოდ აი ეს ღიაობა და მზაობა ამ თემაზე საუბრის. ეს მომენტი თუ გქონდა? კი, როგორ არ მქონდა. ოღონდ იმდენად ტანჯველი იყო მოცემულობა, რომ ეგ გავლენას ვეღარ ახდენს მაგრად. და სხვათა შორის მინდა გითხრა, რომ აი მე ხო დავიწყე აქტიურად ლაპარაკი ამ თემასთან დაკავშირებით და შეიძლება მე ვარ გამონაკლისი, არ ვიცი, მაგრამ ნული სტიგმატიზაცია არის ჩემი როგორც საჯარო ფიგურის ამ ახლა ვიღაცა გიჟები და ტროლი რაღაცა სადღაც დაწერს, ეგ სხვა საკითხი არის. ზოგადი აზრით ჩემ ცხოვრების ხარისხზე საჯარო თვალსაზრისით გულისხმობ, ხო, საქმიან ნაწილში ამან ვერავით არის გავლენა, მაგრამ მე შეიძლება გამონაკლისი ვარ და არც იყოს სწორი, თქვათ ამის ღიად ლაპარაკი და ნორმად მოტანა, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევაში, განსაკუთრებით შემთხვევაში, ვინც პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება რაღაც პოლიტიკასთან იყოს კავშირში, ეს ძალიან დიდ პრობლემას შექმნის, რა თქმა უნდა. და შენ რო დაიწყე ამ თემაზე ლაპარაკი და შენ რო გამოიჩინე ეს მზაობა, იმიტომ რომ გადალახე ეს პრობლემა სრულად, თუ იმიტომ რომ უბრალოდ არ გახსოვს ძალიან დიდი ეტაპი შენი რთული ცხოვრების. სრულად ამ პრობლემას ვერანაირ ვერ გადალახავს ვერასდროს. ეგ მითი და ილუზია, მაგრამ ამის კონტროლი და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და რეალურად ამ პრობლემის გაუმნიშვნელობა სრულად, ანუ უმნიშვნელოდ ქცევა და არა გაქრობა, ეს რეალურად აბსოლუტურად განსხვავებული რაღაცებია, შესაძლებელი არის. ხო, ახლა მე მოსული ვარ თქვენთან, ჩვეულებრივად ვლაპარაკობ. 2022 წლის მაგალითად ივლისის ბოლოს აქ რომ მე მოვსულიყავი მომიყვანდა 2 ადამიანი და მაგალითად რს ვერ ვიტყოდი და შენც კარგად ვერ მიხვდებოდი თქვა სოფო ბუკია ხარ თუ ვიკა ბუკია ხარ ან საერთოდ ბუკია ხარ თუ არა და შესაბამისად ხო ეგ დიდი სხვაობა არის ადამიანი ხო ძალიან ინდივიდუალური არსება, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ობიექტური, საერთო მახასიათებლები და მედიცინა რო არსებობს, იმიტომ არსებობს რომ ეს და შენს მეტნაკლებად მაგალითად სიცხის დამწევს ერთნაირ სვამთ, შეიძლება რაღაც ორგანიზმის სხვა პასუხი აქვს ზოგჯერ, მაგრამ მაინც რეალურად ადამიანი არის და ძალიან ინდივიდუალური არსება და წარმოიდგინეთ ეს ინდივიდუალურობა, თქვა ფიზიკურ დაავადებებთან შედარებით
გაცილებით დაბალ ხარისხის შემთხვევაში გაცილებით დაბალ ხარისხზეა და ფსიქიკურ დაავადებებთან შედარებით მათ შორის ნევროზულ კიდევ ერთხელ ძველ ტერმინს გამოვიყენებ რომელიც ძალიან ძნელად მოსათვინიერებელი იმიტომ რომ ბევრი ხასიათობრივი თავისებურება აქვს ადამიანს და მე სიმართლე გითხრა ხო არ გამჭირვებია ამას ლაპარაკი რაღაცა ბევრი მიზეზი იყო არ მინდა ხას ყალბი ის გამოვიდეს ლაპარაკი იმ თვალსაზრისით მე რა მაგარი ვარ სხვებს ვეხმარებ მაგრამ ეს ნაწილიც იყო და კიდე ერთხელ ვამბობ რომ შეიძლება მათ შორის იმიტომაც იყო რომ მე ჩემს თავსაც ვეხმარებოდი ამით ეს ერთი აქ ნახე შენი მეორე ის იყო რომ რეალურად მე არ მქონია შიში სტიგმატიზაციის იმიტომ რომ სტიგმატიზაციის ცენტრალური შიშები იბადება მაშინ როდესაც შენ რაღაცას სხვანაირ სითხოვს საზოგადოებაში მაგალითად ხარ ელექტორალურ ნაწილზე დამოკიდებული ადამიანი. მე არ მქონია. მიუხედავად იმისა, რომ თავს ვერ მოვიტყუებ, რომ ჩემთვის რაღაცნაირად მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარვარ და ქუჩაში რომ დავდივარ, ვიღაცა გამაჩერებს, გამიღიმებს და ასე შემდეგ. რაც არ უნდა უცნაურად მოსასმენი იყოს, ხო შეიძლება ვერავინ ვერ დაიჯეროს ჩემი სოციალურად ნარცისული ბუნების გამო, ეს განსაზღვრელი არ ყოფილა. ანუ ვიღაცას რომ მეთქვა ანანის შემთხვევაში, რომ უი ეს ეხა შენ ძალიან დაგაზარალებს ხო ჩემთვის ეს საშიში არ ყოფილა, იმიტომ რომ მე ვიღაცის ხმის მოცემა არ მანაღლებდა, ხო? ამან შეიძლება გამიადვილ, ამით კი არ ვაკნინებ იმ მეორეს, ვისაც ეს ანაღლებს. პირიქით, იმისთვის ეს უზარმაზარი ბარიერია, იმიტომ რომ უცებ აღმოჩნდება ამ დიდ პრობლემაში, იმიტომ რომ პოლიტიკაში ყოფი ადამიანისთვის უბრალოდ არ შეიძლება. ისევე როგორც ალბათ, ხა მე ტიპური აქტივისტი არ მქვია, იმიტომ რომ ჩემი ბუნება არ არის ასე. მიდრეკილი მე კი რომ ეს კარგია, ან ცუდია, ან ასე შემდეგ, უბრალოდ არ მქვია რა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ თემაზე ხმა მომიღია, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ამას ვერ შეძლებდა, ხო? მათ შორის ჩემი, ვთქვათ, სამსახურეობრივი მდგომარეობის გათვალისწინებითაც და სხვა. მაგრამ აი ვინც ეს ტიპურ ყოველდღიურ აქტივიზმშია ჩართული, ხო? ვინც რეალურად საკუთარ თავს უძღვნის ამ ამბავს, რეალურად ხდება ყოველთვის ამის ინსტრუმენტალიზაცია. და მე ნუ 1000 სუმდაბალი ადამიანია, რომელიც ამაზე ღლიცინებს და რაღაცა გაუგებარ სიხარულს გამოხატავს, სხვა შორის დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც უამრავი სპექტრის მატარებლები არიან, უბრალოდ ნუ იძულებულები არიან, რომ ამ გაუგებარ ოლხოღლიცინში იყვნენ ჩართულები. ეს სამწუხაროა, მაგრამ ადამიანის ბუნება ეგეთია. ერთს ვერ უზამ. ანუ მე ვერ ვიქნები, ვთქვათ, იმ ილუზიის ნაწილი, რომ ადამიანი ოდესმე იდეალურად სტერილური გახდება. ვიღაცა იქნება ნაგავი, ვიღაცა იქნება ნაკლებად ნაგავი, ვიღაცა იქნება ცილის მწამებელი, ვიღაცა იქნება ასეთი, ვიღაცა იქნება ასეთი. რაღაცა ალბათ უნიკუმები არსებობენ, მაგრამ წარმოგიდგენიათ რომელიმე ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ მე არასდროს არ მქონია არანაირი ფიზიკური პრობლემა. ანუ ხელი არ მტკენია, არ გამიჭრია, სიცხე არ დამართია, არ დამეხველებია. იგივე მოცემულობა ფსიქიკასთან დაკავშირებით. ზუსტად იგივე. ისიც ამ ბიოქიმიის ნაწილია. შესაბამისად, წარმოუდგენელი ადამიანი, რომელსაც გარკვეული სირთულეები არ შემთხვეოდა ამ საკითხთან, მინიმუმ აპათია, მელანქოლია, რაღაცა დეპრესიული ფაზები ამ შემდეგ და ასე. არ ვიცი, განათლება. მე ყოველთვის მე მესმის, რომ მით უმეტეს როცა ქვეყანაში არის აქტიური ფაზები და ეს ქვეყანა ძირითადად ეგრე არის მოწყობილი რომ სხვა რაღაცას რო ლაპარაკობს უგეუნებიან რა დროს ეგ არის სამწუხაროდ მაგრამ საბოლოო ჯამში ეგ არის გამოსავალი გარდაულად მნიშვნელოვანი გამოსავალი იმიტომ რომ გინდა მენტალურ ჯანმრთელობასთან გინდა პატრიოტულ თემებთან გინდა სხვა დანარჩენ უამრავ ამბავთან დაკავშირებით თუ შენ არ გექნება სწორი ცოდნა და განათლება რეალურად ყოველთვის იქნები ამ დიდი манипуляციის მსხვერპლი და ნაწილი და მე შეიძლება თვითონაც შემქმნელი ადამიანი უცნაური არსებაა. ხო, მაგრამ აი მე მაინც მინდა რომ ეს თემა გავშალოთ, იმიტომ რომ შენ თვითონაც თქვი რომ ხშირად რაღაც საღლიცინო თემა ხდება, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. ამ საზოგადოების მახასიათებელი სხვაგანაც შეგხვდება. კი, მაგრამ სხვა რაღაცას ვკითხულობ, აი, როდესაც ადამიანი, რა ვიცი, ყიდის თავის სამშობლოს, უკანონოდ აჭიჭერს, პატიმრებს, იქცევა ისე, როგორც არ უნდა იქცეოდეს ნეობრივი ადამიანი, ხშირად მომისმენია, რომ ჯანმრთელი არ არის. როგორ უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე, როცა ერთდროულად ადამიანს ორი ურთიერთგამომრიცხავის ნეობრივი ვალდებულება აწვება, ერთის მხრივ უნდა დაგმობოროტება, ხო? და მეორეს მხრივ უნდა გესმოდეს, რომ ადამიანს შეიძლება არ ქონდეს კონტროლი საკუთარ თავზე. რა, ადამიანი, როდესაც არის საჯარო ცხოვრებაში, ის გინდა არ გინდა ჩვეულებრივი ამბავია, ხო?
მეორე ადამიანი პირველთვის ჯოჯოხეთია და ყოველთვის ცდილობს რომ მასში დაინახოს რაღაც რაც მისი აზრით შეუსაბამო არის იდეალური ადამიანებისთვის და მით უმეტეს როდესაც ვიღაცა არის საჯარო ცხოვრებაში და მით უმეტეს იმ ტიპის საჯარო ცხოვრებაში რომ ის შენ ცხოვრების წესს კარნახობს ან გიქმნის მოცემულობებს ბუნებრივია რომ ის მზად უნდა იყოს ნებისმიერი ტიპის შეტევისთვის ეგ შეიძლება სამწუხარო მაგრამ გარდაუვალი მოცემულობა ამიტომაც მე მგონია რაც არ ნახა ჩვენ ჭკვიანურად ვილაპარაკოთ ფსიქიატრია ყოველთვის იქნება ერთ-ერთი ინსტრუმენტი სამწუხაროდ იმიტომ რომ ლინგვისტური აზრითაც ხშირ შემთხვევაში ადამიანის გონებაში ილექება ეპიტეტები რომელსაც სულ იყენებ ხო ეს გიჟი ყოფილა ვთქვათ რაღაცა შეშლილია დასაბმელია დასაწვენია და ასე მეც მithქვამს შენს გითხოვს ვიღაც ყველას უთქვამს გარდაუვალი ამბავია შესაბამისად თქვათ მანდ არსებობს ერთადერთი გამართული ჩვეულებრივი აპრობირებული მეთოდი თუ ადამიანი თქვათ ყოფითი აზრით საფრთხეს წარმოადგენს ანუ ეგრეთ წოდებულ შეურაცხადია და ამ შემდეგ და ამ მასთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს ფსიქიატრის დასკვნა და ეს დასკვნა გარკვეულ კიდე ერთხელ ვამბობ სრული შეზღუდვა ადამიანების წარმოუდგენელია და სადღაც გამოკეტვა და დაბმა და ეს სადიზმია მაგრამ ყველგან არსებობს ეს მაგრამ ამაზე მითითება ეთიკურია ამაზე მითითება არა ეთიკურია მაგრამ ყოველთვის მიუთითებ სანამ არ ექნება ადამიანს დასკვნა და დასკვნა როცა ექნება ის აღარ იქნება იმ სივრცეში სადაც შენ მითითება დაგჭირდება ამას გეუბნები ანუ ვიღაცა ადამიანი არის რომელიც ვერ იმუშავებს კონკრეტული მიმართულებით კონკრეტული მენტალური დარღვევების გამო და სხვა შორის თავის დროზე, როდესაც მე თუნდაც კონგრესის ბიბლიოთეკაში რაღაც ტიპის მუშაობა მომიხდა, იქ ველაპარაკებოდი ადამიანებს, რომელთაც ეწერათ პირდაპირ, ვთქვათ, ვიღაცას აქვს დღეს ძალიან გავრცელებულია ეს ADHD, ვთქვათ, ხო, ან ვთქვათ რაღაცა დისლექსია და სხვა რაღაც დარღვევები და არ არის აუცილებელი, რომ ეს ადამიანი მიიღო, ანუ იქ სადაც ეს პრობლემა შეუქმნის. ამიტომაც დაზღვევის ერთადერთი ფორმა არის ეგ. სხვა ფორმა არ არსებობს. ჩვენ ვერ გავხდებით ხელოვნურად სტერილურები, მეც ეს პოლიტკორექტულობისა ამ დოზით შემოჭრა კიდეს აბსოლუტური მავნებლობა, იმიტომ რომ ადამიანს ყველანაირ გზას უკარგავს და მე ეს ილექება მაშინ და სხვა ტიპის აგრესიაში გადადის, მაგრამ ცხადია, რომ ზოგადი აზრით ამ თემით манипуляция და ინსტრუმენტალიზაცია არის დაუშვებელი. მით უმეტეს რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდი გამოცდილება და ეს გამოცდილება არ იყო მარტო საბჭოთა კავშირის ნაწილი. რას გულისხმობ? აი ამ საკითხით თუ შეიძლება ასე ითქვას манипуляция და ინსტრუმენტალიზაცია ძალიან მსუბუქი ტერმინებია. აი ნაზი შამანაურის შემთხვევა, რომელიც უბრალოდ გახმაურდა, თორე ეგეთი ნაზი შამანაური ან სხვა ადამიანი, ხო? სხვა სქესის. ყავდა არაერთი, ხო? კაციც, ყავდა უბრალოდ ეხლა სხვა დრო არის ნინო დათაშვილის. ხო, მაგაზე ვლაპარაკობდი, მაგრამ ნუ იქ ხო ეს აქ რაღაც წინააღმდეგობა არსებობს, მე და შენ ვლაპარაკობთ, რომ ეს დაუშვებელია. იქ ტაბუირებული იყო ეს. და იქ შეასრულეს თავიანთი საქმე. მაგას ვამბობ, რომ ეს იმდენად ვთქვათ, აი რაღაცნაირი თუ შეიძლება ასე ითქვას, წითელი ხაზი იყო ამ სიტყვის უკუღმა გაგებით. როდესაც ამ წითელ ხაზ მიღმა შეგაგდებდნენ, ანუ გიჟი სიარლიყი მოგეწებებოდა, ხო, რაზეც სახელმწიფო და ფსიქიატრია ერთობლივად მუშაობდა. და სინქრონულად. იქ უკვე თითქოს განწირული იყავი რა და რეალურად თქვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ვეღარ ბრუნდებოდი. კაცის მკვლელი და სერიული თქვა სადისტი გაცილებით იოლად ბრუნდებოდა, ვიდრე ამ ახასიათებლის მქონე ადამიანი. ამიტომ ჩვენ ამ ინერციის ნაწილი ვართ, მსხვერპლი ვართ და ამას ძალიან ბევრი არის სამშობლო. და ბოროტებას როგორ უყურებ, როგორც რაღაც პათოლოგიას თუ როგორც განზრახვას. ადამიანი არის მცდელობა რო იყოს იმაზე უფრო მეტი, ვიდრე ის იმ თავითვე არის. იმიტომ რომ ჩვენ ბოროტები ვართ, რა თქმა უნდა. შურიანებიც ვართ. გულში ბევრი რაღაცა გვიფიქრია, მათ შორის ისეთი, რის გამოც თუ განვახორციელებდით, შეიძლება საშინლად დავესაჯეთ, ხო? ჩვენი უპირატესობა ბრწყალებში თუ ამას უპირატესობად დავარქმევთ. იმ ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებსაც ახლა თავისუფლება აკვეთილი, მე გულისხმობ მართლა დამნაშავეებს ამ შემთხვევაში. სხვა კონტექსტია და მესმის, რომ სხვაგან წაგვიყვანს. ეს არის ის, რომ ისინი თავისუფლები არ არიან, იმიტომ რომ თავს ვერ დაეუფლენ, ჩვენ დავეუფლეთ. და ადამიანი არის მცდელობა იმის, რომ თავს დაეუფლოს. სიკეთეც ეს არის გარკვეულწილად, ხო? ძალიან საინტერესო რაღაცა თქვი, იმიტომ რომ დღეს სწორედ გაკვეთილზე ვლაპარაკობდი მაგაზე, რომ ადამიანი იმ თავითვე არ არის
ეს პოზიტიური ღირებულება ხო არ იყო შენ ყოფილ ხარ ადამიანი, მე ადამიანი რო ყოფილვარ რა ადამიანი შეუძლია რომ ადამიანი შეჭამოს და დაასახიჩროს და ყველანაირ საშინ პუტინიც ადამიანია. მაგრამ როგორი ადამიანია, ხო? და აქედან გამომდინარე ბუნებრივია რომ რეალურად თქვა სიკეთე არის არა იმთავითვე ბოძებული რაღაც გვაქვს ეს განცდა, არამედ ვარჯიში გარკვეულწილად. ხო, ანუ ჩვენ უნდა ვივარჯიშოთ სიკეთე, ქართულ ბოროტება არის იმთავითვე ბოძებული? ორივე არის ჩადებული და დეტერმინირებული, იმიტომ რომ ეს გადარჩენის გზებია ადამიანის და ვინ როგორ რეაგირებს. და ამას არანაირი კავშირი არ აქვს რავიმე ტიპის პათოლოგიასთან. მაგალითად, აი ბოროტების ბანალობაზე მინდა რაღაცნაირად ვისაუბროთ, რომ სიკეთეზე დავამთავრებ. თავიანთ საქმეს აკეთებენ. ანუ არიან ბოროტები, იმიტომ რომ თავიანთ საქმეს აკეთებენ და არა იმიტომ რომ არიან შეურაცხადები. იმიტომ რომ ბოროტებამ სოციალური მონაგები მისცა და თვალს ხუჭავენ ამაზე და ფიქრობენ რომ ეს ბოროტება შეიძლება ვიღაცისთვის არის, მაგრამ ჩემთვის არ არის. ადამიანი ხო სულ თავს იმართლებს, მათ შორის საკუთარ სოციუმთან, საკუთარ თავთანაც და სულ ცდილობს რომ ყოველთვის მართალი იყოს. ჩვენ ხო ყველანი მართლები ვართ სინამდვილეში და ამ სიმართლის კორექციას ვახდენთ, იმიტომ რომ შენ არ მოგეწონა და საზოგადოებას არ მოეწონა. თორე სხვანაირად ყველანი მართლები ვართ. რამდენი ადამიანიც ვართ, იმდენი სიმართლე არსებობს. უბრალოდ მე საზოგადოებაში ხდება ამ სიმართლების კორექცია. სიკეთეზე რა სამბობ? და სიკეთესთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ ეგ რომ სიკეთე გარკვეულწილად არის ვარჯიში და საკუთარი თავის გაწვრთნა, ხო? ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ორი ძალიან ცნობილი გამონათქვამი სიკეთეზე, ერთი ხალხური, მეორე გენიალური შოთა რუსთაველის. ერთი მადლი ქენი ქვაზიდადე გამოივლი წინ დაგხვდება, ხო? შესანიშნავია ეს, მაგრამ ტყუილია. იმიტომ რომ სინამდვილეში არავითარი მადლი წინ შეიძლება არ დაგხვდეს. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გაგიმართლოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში არა უშავს, შეიძლება სიკეთე გვირეკავს. ვინმე რეკლამაში ფულის შამდების სახით. ხო, დაუბრუნდეთ ისევ იმას. ხო, ან ტყუილია, ხო. ხო, ტყუილია რატო? და არასწორია რომ ბავშვებს ეს ვასწავლოთ, იმიტომ რომ მაშინ სიკეთის კეთების სურვილი დაეკარგებათ. და ეგონებათ რომ სამყარომ თუ პასუხი არ მისცა, ან ვინმე კონკრეტულმა ადამიანმა, ვისაც სიკეთე გავკეთოთ, თუ უმადურებით სავსეა ქვეყანა, ხო? ის აღარ უნდა გაიმეორონ, სიკეთე არ უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ ის იმთავითვე გამიზნულია იმისთვის, რომ გამოვივლი და ქვაზე წინ და ქვაზე კი არა, იმ ქვას გესურის ვიღაც თავში, ქვაზე დაგხვდება კი არა, ხო? ჩვეულებრივი ამბავია. შოთა რუსთაველი რომელიც აბსოლუტური კატეგორიის გენია არის, გვეუბნება სხვა რამეს. რასაც გასცემ შენია, რაც არ და ანუ ის გეუბნება რომ თვითონ სიკეთის კეთების აქტი არის შენი. ანუ რო გააკეთებ, შენ უნდა ახვიდე იმ სიმაღლემდე, რომ ის გაკეთება გეყოს. იმის მერე ის ვიღაცა პასუხს გაგცემს, არ გაგცემს, უარესს გაგიკეთებს, ან საერთოდ არაფერს არ გაგიკეთებს, ან თუნდაც გაგიკეთებს. უმნიშვნელო უნდა იყოს, კარგს თუნდაც გაგიკეთებს რა. შენ თვითონ უნდა ეცადო, ივარჯიშო ამაში, რომ სიკეთეს რო აკეთებ, შენი გონებაც, პირობითაც სულიც თუ რაც გინდა ის დავარქვე, ამით იყოს კმაყოფილი. ანუ თვითონ ამ აქტით იყო. ამიტომ არის ეს გენიოსი, ის შეიძლება ძალიან კაი განზრახულობის მქონე ადამიანი, ვინც ის დაწერა და მე ხალხურად იქცა, მაგრამ არასწორი. იმიტომ რომ გვატყუებს. ერთია რომ სტიგმისგან თავის არიდება შენ მოახერხე, ბევრი მიზეზების გამო აღარ ჩაუხრმავდეთ ამას. მაგრამ რაღაცები თავის ხდება, ვერ ვიგებ ამდენ ხალხს რატო უყვარ ვარ, იმასაც ვერ ხვდები. მაგრამ ხდება. მაგრამ ყავს კრიტიკოსებიც. რაღაცები არიან. ამას როგორ აღიქვა? ზუსტად ეგ არის. კივნეულად აღიქვა? ხურე, ერთი სრული ილუზორული ტყუილი მგონია რომ ვიღაცა ამბობდეს რომ მასე რო ცუც ამბობენ ის არ აინტერესებს. უბრალოდ აქაც ვარჯიშთან გვაქვს საქმე. ანუ ადამიანი ან შეიძლება ცდილობს ან იძულებულია ყოველ შემთხვევაში რომ კანი გაისქელოს და შესაბამისად ვიღაცების აზრი გახადოს უმნიშვნელო. გააჩნია ვინ ამბობს. ზუსტად მაგას ვამბობ რომ რეალურად შენი გარემოდან წამოსული ადამიანის ნათქვამი უფრო მოქმედებს მათ შორის ცილის წამებას და ტყუილიც ვიდრე იმ ადამიანის რომელიც შეიძლება სულ სხვა ღირებულებების მატარებელი იყოს შენთვის. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ყველანაირ საზოგადოებაში ეგრე ხდება, მაგრამ მანდაც ერთადერთი გზა არის მოძრაობა. ანუ როდესაც მოძრაობ, იოლად იტოვებ უკან ამ რაღაცებს. როდესაც ამაზე დამოკიდებული ხდები, იქ ტრიალებ. მაგრამ ეს ყოფილა აკვიატებული შენი ფიქრების მიზეზი. არა ერთხელ, არა მხოლოდ ამ სტრესის შემთხვევაში. აი ვიღაცის სტატუსი, რომელიც გულზე მოგხვდა და ფიქრობ ამაზე. აი მაგალითად რაღაცა დავწერე. ხო. და არის
წიგნი. არა, რამე ისეთი, რომელსაც ადგილობრივი გამოხმაურება აქვს სოციალურ ქსელში კომენტარების სახით, წიგნზე არ გელაპარაკებ. გეტყვი რომ აგიხსნა პრინციპი, ჩემი ფსიქოტიპის, რომელსაც ვებრძვი და მე მგონია რომ მეტნაკლებად სულ ერთია ეს ვინ რას იტყვის და ვინ არის ეს ადამიანი ამ შემთხვევაში, ჩემი მაგალითის მიხედვით, თუმცა მანდაც ინდივიდუალურად და წერია 7514 კომენტარი და თქვა გადავწყვიტე რომ ყველა წავიკითხო და სუქება არის და ერთგან ვნახეთ სულ ის ერთი ხდება მნიშვნელოვანი. ის დანარჩენი 7-აც ვიცარ უნდა მიმტკიცოს მე რომ აი ხო ხედავ ამდენი ხალხი ვინ არის ვიღაცა ტროლი არიცნობ ამ ვიღაცას? არა, საერთოდ არ ვიცი ვინ არის, შეიძლება რაღაცა ეგრეთ წოდებული ტროლის სახელი და გვარით არის, მაგრამ შენთვის მაინც მნიშვნელოვანია. ჩემთვის მნიშვნელოვანი ხდებოდა, განსაზღვრელად მნიშვნელოვანი, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ჩემი სტრესების უმრავლესობა ამან დააგენერირა, შეკრებამ ამისამ. შეიძლება, მაგრამ მაინც დღეს ამ თვალსაზრისით ძალიან შეცვლილია. მე ამის მჯერა, სხვა შორის, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები არის ფუნდამენტური, ღრმად ხასიათობრივი და ადამიანის შემთხვევაში ძნელად ემორჩილება ცვლილებებს, მე მჯერა, რომ ადამიანს შეუძლია ცვლილება, მე მჯერა, რომ ადამიანი არის ფერიცვალების არსება და ერთ-ერთი თუნდაც ქრისტიანული ან ფილოსოფიური მთავარი აქტი ადამიანს არის ფერიცვალა შენში? მათ შორის ბევრი რაღაც შეიცვალა. და მე ამით ვამაყობ, იმიტომ რომ მე ვერაზოს ვერ ვიამაყებ იმ სისულელით, რომ თქვა რომ რაც ვიყავი გუშინ წინ მყარად იგივე დავრჩი. აი ხა, მაგრამ მე რო დავწერო ახლა შენზე სტატუსი, რომ მაგალითად არ ვიცი, რაღაცა რაც დამაბრალო, რაღაცა ან ცუდი დაწერო, ან რაღაც ცუდი დაწერო, გეწყინება? ხო, იმიტომ რომ მან ეხა ცოტა სხვა მომენტი შემოდის, იმიტომ რომ ადამიანთან როცა ხარ გარკვეულწილად ნდობის აზრით, ხო? კარგ ურთიერთობაში ეს სხვა ტიპის წყენა. ხო, რა, ნუ ეს შეიძლება სხვა ტიპის ეს ყველას ეწყინა, რომ მარტო გეორგიელის ეწყინა. მე რო დავწერო და გავიდე და ვთქვა, რომ ვიკაბუკია 5 ლარი მომპარა მიდან მეთქი, გაგიხარდება? არა, არ გამიხარდება, მაგრამ რაღაცა დავიკიდე. რა დოზით რეაგირებ ახლა შენ ამ კრიტიკაზე, იმიტომ რომ არიან ადამიანები, იცი შენ, რომ არიან ადამიანები, თუნდაც შენი ამბის შემდეგ დაუწერიათ შენზე რაღაცა, რომ ზოგი არც გამიგია. რომ შენ გისარგებლია თუ არა შენი მდგომარეობით, თქვა, წიგნი რომ დაგიწერია, ყოფილა ეს კრიტიკის საგანი ეს წიგნი და ასე და ასე მეც მგონია რომ ასეთი ადამიანები არსებობს სულ გარდაუვალი. ანუ ეხლა მე კი არ ვისხლეთ და ფილოსოფიურად კი არ გპასუხობ. მე რომ ამაკრიტიკებენ ჩემივე ბაბლიდან უფრო რეაგირებ, ვიდრე ეხლა ვიღაცა ბოტი და ის ხალხი ჩემ ბაბლის წევრი აღარ არის. მე მაგ ბაბლის წევრად თავს არ ვთვლი და ღმერთმა დამფაროს რომ ოდესმე ჩავთვალ. აი სამჯერ დააკაკუნე. წეგან ხო თქვი სამჯერ ვადებდი რაღაცას ხელს. სამჯერ დავაკაკუნე, მაგრამ ეს უფრო მანერული ამბავი და რეალურად რაღაც კომპულსია. არ ვთვლი იმ ბაბლის წევრად თავს და ღმერთმა დამფაროს. და არც არასდროს არ დავბრუნდები იმ საგიჟეთ. და არც გაქარენე რეაქცია. ეხაც ის ცუდი ტერმინი გამოიყენა. გეტყვი, ხსნიდი და არ მაც მარტივად ძალიან რა. ჩვეულებრივი ამბავი, განა იმიტომ რომ ეს ჩემს გონებას თუ ფიქრს არ ეწყინება და ასე შემდეგ. უბრალოდ ორგანიზმმა გამოიმუშავა გადარჩენის იმუნიტეტი, რომ აღარ შებრუნდეს იქ, სადაც იყო. ამით გიხსნი რა. იმით კი არა რომ მე რაღაცაზე ავმაღლდი და შორიდან უყურებ და რაღაცა ეს სანიასი გავხდი ან თქვა იოგი, არა. არ მაქვს მე მიდრეკილებები, გურული ვარ ბოლო და არ შემიძლია რომ რაღაც ინდუისტურ ან ბუდისტურ ნირვანაში წავიდე და სამყარო ჩემთვის უმნიშვნელო გახდეს. ეგრე არ არის. უბრალოდ ჩვეულებრივი აი ესეთი ფსიქოსომატური დავარქვათ თუ რაც გინდა, ესეთი ჩამკეტი მექანიზმი ამოქმედდა. იცის ჩემმა გონებამ და ორგანიზმმა რომ ამას რო შეყვეს დაანგრევს. ეს სამართლიანია, სამართლიანადაც მაგრიტიკებენ. და სუპერ უსამართლოდაც, წარმოუდგენლად უსამართლოდაც, ისედაც რომ საერთოდ ვერ წარმოიდგენ, ვისაც გაუკრიტიკები ვარ. ბევრი არ არის ეგეთი ხალხი, თავზე ნაცრისყრა არ არის სწორი. არა, ბევრი არ არის. არა, უმადურობა იქნება საზოგადოების მიმართ, რომ მე ვთქვა, რომ ახლა ხალხი მე მლანძღა პირიქით. სხვა შორის ის ხალხიც, ვინც პოლიტიკურად ჩემს გემოვნებას არ თანხვდება, ძალიან ბევრი გულშემატკივრობა ყავს იქაც. რაღაცნაირად ეგრე მოეწყო, არ ვიცი.
მაგრამ არის შეიძლება ეს ჩემი უკვე ნახსენები გურულობის მეორე მხარე არ ვიცი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეგრე არის. ეგ არის მიზეზი. გულწრფელად თუ გინდა მართლა პასუხი. ეგ არის მიზეზი და არა ის რომ მე რაღაცაზე ავმაღლდი. მაგრამ ეგეც განვითარების ნაწილია. და ეგეც ფერის ცვალებაა, როდესაც შენი თავი რაღაცნაირად კარნახობს დამცავ მექანიზმს. ხო მე არ მაქვს ტიპური სოციალური ქსელი. ანუ სხვების ფიც არ ვხედავ. მართლა. საერთოდ. თუ ჩამიგდებს ვიღაცა კი. და გიგდებენ ხოლმე სტატუსებს. აი გიორგი ნახე შენზე რა დაწერეს. ჩამგდები ხალხი ერთ-ერთი ყველაზე ესეთ სერიოზული პროფესიონალები არიან. არ ვიტყვი ახლა ცენ. მე მგონია რომ ყველაზე მავნებელი ხალხი ეგ არის რა. ყველაზე მავნებელი. აი იმან შენზე რა თქვა. ბონდ ეს იმან შენზე რა თქვა, იცი ძალიან სერიოზულად დახელოვნებული არის. მაინდა-მაინც ეს ეგრეთ წოდებული სტატუსი კი არა. შეიძლება სტატუსის ქვეშ რომ კომენტარი არის, იმის ქვეშ კიდე ქვევით კომენტარი იყოს და იმ კომენტარში კიდე ვიღაცას მიწერილი კონდეს პირადად და იმ პირადად რომ მიწერა დასინულიც არ კონდეს და ეგ დაგისკი. ძალიან ცუდი ხალხია. აი რომ გიგდებენ სკრინებს, რომ აი შენზე რაღაც. მათ შორის ძირითადი ჩემი თუ შეიძლება ასე თქვა სტრესების გენერატორები ეგეთ ხალხი იყო. არა ის რაც ხდებოდა, ის ძალიან უნიშნელო შეიძლება ყოფილიყო. სხვა დროს, ხა მაინდამაც ერთ დროზე არ ლაპარაკობ. მათ შორის მერეც, მანამდეც, ძირითადად ეგ ხალხი, რომელიც მაქსიმალურად ამძაფრებს. თან ესე ხო არ გწერენ, რომ ის ხალხიც ცალკე ილეთის მწოდნია, რომელიც აი სხვათა შორის გწერს. მაგრამ ისინი ამძაფრებენ ის სხვა მეორენაირი ხალხია, რომ დედა მან ეს უსინდისო, მაგრამ სინამდვილეში ის კი არ ის უსინდისო კი იმას უნდა რომ შენ ნერვები მოგეშალოს. და გამწარდე რა, ნუ სეირი. და გავლენა იქონიას თავის დროზე. ამით იკვებება. ჩვეულებრივი ამბავია. რა, ყველანაირი ადამიანი არსებობს. ეს ხო არის ეს შოთა რუსაველის უკვე ნახსენები გენიალური პოეტის გენიალური დასაწყისი ხო ეგ არის. გვაქვს უთვალავი ფერითა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს შეღავათი არ არის. არავისთვის, არასდროს არ ყოფილა შეღავათი, რომ ვიღაცა მოსულიყო და ეთქვა, რომ სამყარო არის უსამართლო და რა ვქნათ, ასეა და შესაბამისად შენ უნდა შეეგუო და არ უნდა იდარდო, მაგრამ ფაქტი ხო არის. ფაქტი ხო არის, რომ სამყარო არ არის სამართლიანობის პრინციპზე მოწყობილი. ეს ხო მეც ვიცი. ჩემმა კრიტიკოსმაც იცის და ჩემმა მყარებელმაც იცის და ჩვენ ამ ალგორითმში ვცხოვრობთ. იმას, ვინც ჩემი კრიტიკოსია, ის კი არ ანაღლებს მაინც და მაინც მე რამე ცუდი დავწერე თუ კარგი დავწერე. მე მგონია რომ კარგი დავწერე. მაგრამ იმას ეგონოს, იმიტომ რომ ეს მას უნდა უბრალოდ რომ ასე იყოს და ეძებს ამის მიზეზს და მე აიდეალური ადამიანი კი არა ვარ. გულში საერთოდ მინდა რომ რა ვიცი თუ მაგრამ ვარჯიშობ იმაში რომ ეს არ ქნა. ანუ საკუთარ თავს ვაიძულებ და ადამიანი არის იძულება. შოთა რუსაველს უტრიალებთ და თქვათ ეგეც. ადამიანი არის თუ შენ სოციუმის ნაწილად ყოფნა გინდა. რაც არა გწადეს, იგი ქმენ უზდელ წადილთან ნებას. ეგ არის. ავთანდილი რომ მიდის ტყეში. Google Map-ით ხო არ ეძებს ტარიელს, არ იცი სად მიდის და კაცმა დატოვა იდეალური ცხოვრება. და ცხადია ექნება ფიქრი რომ დაბრუნდეს უკან, არ იცის. ხო მთელი მთავარი ამბავი ვერცხლისწყალსანში არის უცხოს ძებნა და საკუთრად გახტო. ლოცულობს ყველაზე უცნაური ლოცვი. ჩვენ ვთქვით ლოცვების ფორმები, რომელიც სულად შესანიშნავია რა. ისეთ არაკანონიკური, არალიტურგიკული ლოცვების, რომ აი დედა ჩემი კარგად ამყოფი, მამა ჩემი კარგი, ჩემი შვილები შესანიშნავია. ვიცით ორიგინალური ლოცვებიც, ხო, რომ აი სოლომონ ბრძენსო ღმერთმა უთხრა რომ ილოცე და იმან თქო რომ სიბრძნე მომეცი, იმიტომ რომ სიბრძნე მოგცემს მერე სხვა რაღაც. რავთანდილი ლოცულობს სუპერ ორიგინალურად. ის ამბობს რომ მომეც დათმენა სურვილთა უფალო უფლებათა. რაც მინდაო, ეხლა ეგ რო არ მინდოდეს ეგ ძალა მომეციო და მაგაში ვარჯიშობ. ხან გამომდის, ხან არ გამომდის. ძირითადად გამომდის. აი სიმშვიდე რამ მოგიტანა? არავით არაფერმა. მე ვარ სრულიად არამშვიდი ადამიანი და ეგ არის ჩემი ძირითადი ტანჯვა. ეხლაც აი ძალიან არამშვიდად ვარ მეტყობა და ის ერთსული კი არ მაქვს, როდის დამთავრდება ეს გადაცემა. უბრალოდ მდგომარეობის შეცვლა მინდა. მართლა? ის კი იმის გამო არა რომ შენთან თავს უდავგზნობ. უბრალოდ ხო ეგეთი ადამიანები დიდხანს ვერ ვჩერდები ერთ ადგილას. ეს არის ჩემი სახში გინდა მუხატწყაროში? მუხატგვერდის სასაფლაოც არის, მაგრამ მუხატგვერდის სხვაც არის, სადაც მოიწვა. მუხატგვერდშია სახლი? კი, სხვა მუხატგვერდია ის არა. და სადაც მარადიულად განეს რა შეიძლება, იმიტომ რომ კეკეს ვნახავ ბოლო-ბოლო, მაგრამ ეს არ არის განსაზღვრელი. მე ვერ მივაღწიე
მოდუს, რომელიც იგულისხმებს სიმშვიდეს. მინდა. მაგრამ ვერ ვახერხებ. ხარ მინდა რომ რაღაცა გამომიდეს, რაღაც ხალხი ხო იძახის, რომ დასასვენებლად არ უნდა წახვიდე და არა, მე მგონია რომ დასვენებლად ადამიანი უნდა წახვიდე, მაგრამ მე ვერ მივდივარ. იმიტომ რომ ვერ ვხვდები საერთოდ რა არის დასვენება. რომ ჩავდივარ, მქონია მცდელობები 5 წუთში მიპყრობ შფოთვა და მგონია რომ ჩემს გარეშე სამყარო იქცევა. არა და არ იქცევა რა თქმა უნდა. მაგრამ საბოლოო ჯამში და ეს გონია და მაინც აი უბრალოდ არ მინდა რომ იმ ეპიზოდს დაუბრუნდე, მაგრამ უბრალოდ ეხა ყურში მომხდა შენი ნათქვამი, რომ გონია რომ ჩემს გარეშე სამყარო იქცევა და ამ ფრაზის მთქმელი რომ იღებს ასეთ მძიმე გადაწყვეტილებას. ეს ხო არ იყო ფილოსოფიური გადაწყვეტილება, ეს იყო იძულებით მომხდარი, ან მეერე უკვე კიდევ ამბობ გაცილებით ინტენსიურად ნაფიქრე რამ, მხოლოდ იმიზეზით რომ ტანჯვისგან დამეღწია თავი. ანუ ეს კი არ იყო იდეალურ ფორმაში, მე რაღაცა სადღაც დავჯექი და ვიფიქრე და ვთქვი რომ რა მაოა ეს სამყარო და უნდა გავეცალო და არ ყოფილა ეგ ამბავი ნამდვილად. შეიძლება ვიღაცის შემთხვევაში ასეც არის. უბრალოდ ჩემს შემთხვევაში ეგრე არ იყო. იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, მე ვარ სხვა მოდუსის ადამიანი. მე ვერ წარმომიდგენია შევძლო ის რასაც ლაპარაკობს მაგალითად და სხვა შორის ძალიან საინტერესო, ანუ სუპერ გენიალური ტექსტია მერანი ბარათაშვილის, რომელიც ძალიან ბევრ რაღაცას გვაჩვენებს, ხო? ერთი მხრივ გვეუბნება, რომ აი წარმოიდგინე ბედის საზღვარი უნდა გადავლახო. ანუ არაფერი არ არის მნიშვნელოვანი, რაც ადამიანს აჯაჭვავს ამ სამყაროს, ნუ დამიტიროს ჩემს ათფომან, ნუ დავიმარხო ჩემს ამამულ. შენ ყველაფერი ინდუისტურ რასაც კრიშნას ეუბნება, ხო? კრიშნა ეუბნება არჯუნას ბაგავად გიტაში, რომ მიჯაჭვულობებისგან, მათ შორის პოზიტიურისგან უნდა გათავისუფლდე. სიყვარულისგან, ნათესავების დამოკიდებულებებისგან, ასე შემდეგ, თუ გინდა რომ განხრთობას მიაღწიო, ანუ სრულ სიმშვიდეს, ხო? ბარათაშვილის გმირი ამას ამბობს, რომ ესე მინდაო, ბედის საზღვარი გადავლახო. და ამ თვალსაზრისით შეუსწავლელი ტექსტია, იმიტომ რომ ჯერ ერთი ამ ნაწილს სწორად ვერ აღვიქვამთ, რომ გმირს ეს უნდა. მაგრამ მე საერთოდ უცნაურ რაღაცას ამბობს. თუ ეს გინდა, რაში უნდა განაღლებდეს ის, რომ შენ ვიღაცას უკან გზა გაკვალული დაუტოვე. ეგ არის ადამიანად ყოფნის ნიშანი, რომ შენ გინდა რომ გაღიარო და შენ გინდა რომ ის მეორე ადამიანი, რომელიც შენს თუ შეიძლება ასე ითქვას პოპულაციას გადაარჩენს, არსებობდეს. რაც არ უნდა ნირვანაში გახვიდე, რაც არ უნდა მანერულად იძახო, რომ სამყარო შენთვის უმნიშვნელოა, შენ ხარ მონაწილე ამ სამყაროს, იმიტომ რომ სუმცირე იმას ფიქრობ, რასაც ბარათაშვილის გმირი ფიქრობდა და მე კიდე 5000 ჯერ მეტად ვფიქრობ ჩემი ამ წყევლის გამო, რაც მჭირს და შესაბამისად მე და სიმშვიდე ცოტა რთულია. არ ყოფ ფაზებად შენს ცხოვრებას და თუ კი ასე არის ყველაზე ბედნიერი პერიოდი შენს ცხოვრებაში. რომელი? ხო და რომელია, გეკითხები? მე მეგონა რომ არ ვიცი, ვერ გეტყვი. პერიოდები თავიანთი მახასიათებლებით განსხვავდებოდა მეტნაკლებობით, მაგრამ ასეთი გამოკვეთილი პერიოდი, სადაც თავს სრულიად დაბალანსებულად ვიგრძნობდი, მე არ მქონი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ იყო რაღაც პერიოდი, როცა შედარებით მშვიდად ვიყავი და მოწყვეტილი, რაღაცნაირად და აქტიურ ღელვებს. იყო პერიოდი, როდესაც პირიქით ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული და მაშინ ბევრი წარმატება იყო. ეხლა არის პერიოდი, როდესაც ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დროა ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ სრულიად ახალ სიცოცხლეს ვაკვირდები, რომელიც შენთან ერთად იზრდება. უნდა ამაზე ესე არ ახლა უნდა გკითხო კარგად. ყველა პერიოდს აქვს თავისი მეტნაკლებობა. აუცილებლად მინდა გკითხო კეკელიძეზე და როგორი გოგოა და რა შეცვალა კეკემ შენს ცხოვრებაში? ძალიან ჭკვიანია. ნაგითხრა. ახლა რამ ხელა? 5 თვის. ვაიმე. და ვთქვი, იცი რა არის? დამცნობი რაღაცა არის. განცდა აქაც შესასწავლია ხოლმე. ანუ ესე თავისით რო შვილი დაიბადა და შენ თქვათ მამად გრძნობ თავს და ყველაფერი ცხადია, ეგრე არ ხდება. ალბათ არავის შემთხვევაში ხა ეს არ არის ჩემი სპეციფიკური მახასიათებელი ცხადია. იმიტომ რომ სხვანაირი ადამიანი არსებობს, მაგრამ ეს განცდა მეტნაკლებად ბევრისგან მსმენია, რომ აი რაღაცეები მოდის დრო და დრო, დაკვირვების ამ დაკვირვებით გაკვირვების და სხვა დანარჩენი ამბების შემთხვევაში, იმიტომ რომ ნებისმიერი დღე მით უმეტეს ალბათ ამ ასაკში, როდესაც ის იცვლება, შენთვისაც
ცვლილების დროა. მე ვერავის ვერ მოვუწოდებ, რომ ეს გამოცდილება გაიზიაროს, იმიტომ რომ ადამიანი უკიდურესად ინდივიდუალურია და ვიღაცას უბრალოდ არ აქვს სურვილი, რომ შვილი ყავდეს. მაგრამ ზოგადი აზრით, ძალიან ზოგადი აზრით ვთხილი ვიქნები ასეთი ვთქვათ რადიკალური ნათქვამებისგან, მაგრამ მაინც ძალიან ზოგადად ვიტყვი, რომ ეს არის ალბათ ერთ-ერთი მთავარი ადამიანური გამოცდილებათაგან. ფეთიანი მამა ხარ? კი, ძალიან, რაც მქონდა ჩემს თავზე გადავიტანე იქ. აი რასში გამოიხატა სიცხე ის დროს? მოხელება, სიცხე, გადამოწმებები, ხო სუნთქავს. სუნთქვის გადამოწმებები და ასე შემდეგ. სახელი ვინ შეურჩია? სახელი ჩვენმა საერთო მეგობარმა უბრალოდ იდეა წარმოთქვა და ძალიან მოგწონდა. თათია? არა, სხვა და რეალურად ხო, მე უკვე რაღაცნაირად იმას ვქენით, რა ქვია, ავიტაცეთ და მიუხედავად იმისა, რომ ერთი ესეთი ზედაპირული შეხედვით ცოტა ბანალურია კეკელიძე, მეორე მხრივ ძალიან საინტერესო ჟღერს და გადავწყვიტე. საინტერესო ჟღერს და რთულად წარმოსათქმელია, რაც უფრო დიდ საინტერესობას აძლევს. არ უნდა იყოს მარტივად სათქმელი. ხო და მე გეკითხებოდი შენ, რომ შენ მოახერხე, ვთქვათ, ემოციების მართვის დროს კედელი აღმართე შენს სოციალურ ცხოვრებასა და ბავშვებთან ურთიერთობაში. ეს ხო ძალიან ძნელი იქნება. მაინც გადაგდის ეს სტრესები და სირთულეები. ვერ მოვახერხე და ბევრი ლაფსუსი მაქვს. შენ ჩემგან განსხვავებით ფრონტის ხაზზე ხარ და სულ ჩხუბში და კომენტარში და კომენტარში და მე რო იმ კომენტარს ვეძებ, შენ ეს ყოველწამიერად გეფიქრებათ. მე აი ესე მოედინება როგორც მდინარე. რადგან კეკეზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება ახლა PSP-ს საჩუქარი რო არ გადმოგცე, კეკესთვის ისეთი კარგი რაღაცეები გამოგვიგზავნეს, თან მე როგორც 4 შვილის დედა, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ნაცნობი არის, ებამედის აი ესეთი საყვარელი პირსახოცი და აი ესეთი შამპუნი ებამედის, რომელიც არის მართლაც ფანტასტიკური, ეს არის სველი ხელსახოცები, აქ არის მოკლედ ყველაფერი, რაც საჭიროა ზუსტად პეპესთვის, პამპერსის შემდეგ მოვლის საშუალებები, პუდრი ნაზი კანისთვის, მოკლედ ეს ყველაფერი მიდის კეკესთან. ჩემგან და კეკემ ჯერ ლაპარაკი არ იცის, მაგრამ შეგიძლია. აუცილებლად ხო, კეკემ რა იცის ახლა რა კაი საჩუქრები აქვს მას PSP-სგან და PSP ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით მიყვარს, იმიტომ რომ ჩვენ გვიჭერს მხარს და იმიტომ რომ განსაკუთრებული პოზიციებით არის წარმოდგენილი სულ და მიყვარს რა, ანუ ძალიან ჩვენი პარტნიორიც ყოფილა სხვა შორის PSP ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც და ლიბჟეშიც ძალიან ბევრ პროექტში. დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ყოველთვის საინტერესოდ არჩევს ხოლმე პარტნიორს. ესეც PSP-ს საჩუქარია, ეს უკვე კეკეს მამას. ეს არის სხვათა შორის მე მოვიკითხე ეს ამბავი რა არის ხა ეს მამაკაცის მოვლის ხაზის საშუალებებია, ამიტომ ჩემთვის უცხო პროდუქტებია. ეს არის კორეული ბრენდი გიორგი, დერმა ფირმის მამაკაცის მოვლის საშუალებებია, ერთი არის ფლუიდი მამაკაცისთვის და მეორე არის ტონერი და არის ფანტასტიკური. სხვათა შორის ChatGPT-ს ვეკითხები ყოველთვის სანამ სტუმარს რამეს ვაჩუქებ და კი ბატონო და ChatGPT მეუბნება რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ბრენდი და ძალიან კარგი ხაზი მამაკაცის მოვლის. ასე რომ მადლობა PSP-ს. ლოგიკურად რომ გავაგრძელოთ კეკე და აი ეს სახლი რაღაც ესე წარმოვიდგენ სიმწვანეში არ მინახავს სხვათა შორის ალბათ არის ბევრი სიმწვანე ჩიტების ჟღურტული რომელიც შენ არ გესმის იმიტომ რომ მითხარი რომ საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას ასეთ რაღაცეებსო თავს კარგად გრძნობ ამ სახლში კი სხვათა შორის ეგ აღმოჩნდა რომ მიუხედავად იმისა რომ მიდრეკილება მაქვს აქტიური სოციალური ცხოვრებისკენ და სულ ჩართული უნდა ვიყო რაღაცაში, ხო, სულ ხალხს უნდა ხვდებოდე და წარმოუდგენელი გრაფიკი მაქვს მართლა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ დღეში ლამის ასობით ადამიანს ხვდები. ეთყობა რაღაცნაირად გონებამ მოინდომა, რომ მე რაღაც წუთები, საათები მაინც მქონდეს იმ გარემოში, საიდანაც საერთოდ მოვდივარ, ხო? მეც თავის დროზე ვცხოვრობდი
პატარა სახლში, რომელსაც ეზო ჰქონდა და შესაბამისად თქვა ეს გარემო ჩემთვის არის სრულიად ბუნებრივი. და ოზურგეთში ხშირად ჩადიხარ? ვერ. ჩემს საყვარელ ოზურგეთში. შენ საყვარელი არის ოზურგეთი? ჩემ მთელი ზაფხული ეკადიაზე მაქვს გატარებული. რას ლაპარაკობ? ბოდიში ვიხდით. აუცილებლად ბოდიში გაქვს მოსახდელი, იმიტომ რომ გურული არ ვარ, მაგრამ მენტალურად ნახევრად ახლა მეგრელები გადაირევიან. მეგრელი ვარ, მაგრამ ცოტა გურულიც ვარ. შვილები მყავს ბოლო-ბოლო გურული. ეს ხოჩორი სამეგრელოში ჩავდივარ ხოლმე. ესე პირადაც მეუბნებიან რომ შენ მეგრელი ხარო, მაგრამ რამდენჯერმე ადგილობრივმა ტელევიზიამ რო ჩამწერა, დააწერა გიორგი კეკელია. მეგრელების მოყვარული ადამიანი ვარ და ის სტერეოტიპი რომ გურულებს მეგრელები არ უყვართ და კი ბატონო. ასევე დიდი დამსხვრევი საფრთხის ქვეშ უნდა დავაყენოთ. 2024 წლის იანვარში 11 წლიანი მუშაობის შემდეგ შენ ეროვნული როგორ? 12 წელი იყო. 12 წელი იყო? შენ ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობიდან გაგათავისუფლეს და მაშინ პაპუაშვილმა დაგიბარა და გითხრა რომ უნდა წახვიდო თანამდებობიდანო. ხალხო პაპუაშვილმა უთხრა რამდენი წელი უნდა იყო ამ თანამდებობაზეო. არ მოგბეზრდაო? ხო, იყო თუ არა ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება? იცი რა არის, მე ყოველთვის ვარიდებდი ამ თემაზე ლაპარაკს და ერთი არა, მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. უსამართლო გადაწყვეტილება რო იყო, იქ თავითვე დავწერე ცხადია და ეს უსამართლობა ნაწილია პოლიტიკის. უბრალოდ არ მინდოდა და არ მინდა ახლაც რომ ჩემი ვთქვა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ყოველდღიურობა მიჯაჭვული იყოს კონკრეტულ ადგილს და ამავდროულად საზოგადოებისთვის ვთქვა, ასოცირდებოდეს ეს ან ლაპარაკი, ან ვთქვა, შეიძლება ზოგჯერ დარდიც რაღაც თანამდებობის დაკარგვის შეიძლება ასე ითქვას, წუთთან თუ მომენტთან. იმიტომ რომ ჩემთვის თანამდებობები, ადგილები ყოველთვის არის პირობითი. და არ გაქვს ნოსტალგია ველი სამსახურის? ხანდახან არ დავარქვათ ამას თანამდებობა, იმიტომ რომ ყველაზე არა თანამდებობის ტიპი იყავი, ალბათ ჩემს იმდენად სწრაფად გავაგრძელე იგი, ბევრმა რაღაცა მიმოქმედა. იმდენად სწრაფად გავაგრძელე თუნდაც ბიბლოში. ზუსტად იგივე საქმის კეთება, ხო, ბიბლიოთეკებში, სიარულის სოფლებში, საზღვარგარეთ ქართული წიგნის კუთხეების გახსნა და კიდე ბევრი სხვა მრავალი რაღაც. და მე უკვე ამას ვთქვათ ეს ლიბჯეტს დაემატა. რომ რაღაცნაირად ეთყობა ამან დააკომპენსირა ის ამბები, რომელსაც იქ ვაწარმოებდით და ალბათ ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთეთ. თუმცა აი მაინც არ ეძახი ამას პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება. თავისთავად გამოდის მეთქი, თუ თქვი რომ არის უსამართლო, ბუნებრივია რომ ეს ალბათ გარკვეულწილად იყო დაკავშირებული ჩემ სხვადასხვა დროს გამოთქმულ პოზიციასთან, რომელსაც მაშინაც გამოვთქვამდი, ახლაც გამოვთქვამ და ყოველთვის ვიტყვი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საკითხი შეეხება ოკუპაციას და სხვა თუ შეიძლება ასე ითქვას თანამდებობ თემებს, იმიტომ რომ ეს არ არის კონკრეტული ამბავი, ხო, ამას ძალიან ისეთი ფაქტო და თუ შეიძლება ასე ითქვას, მრავალმხრივი გამოვლენა აქვს და ამას ვაკეთებდი ყოველთვის. მე არ ვიყავი და არასდროს არ ვარ ჩართული ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესში, არა იმიტომ რომ ისე რატომ? არ ყვები. ხო, უბრალოდ ტიპაჟურად არ ვარ ასეთი. ვიღაც საერთოდ განრიდებულია ცხოვრებას და მე მგონია რომ მას აქვს ამის უფლება. და ყავს ასეთი შესანიშნავი წერალიც და ძალიან არასწორად მიმაჩნია ვიღაცის დამუნათება და ძახილი რომ შენ ხმას რატო არ იღებ და მე მესმის რომ სოციუმს აქვს მოთხოვნილება, როდესაც რაღაც აზრით მაინც მისი ნაწილი ხარ მონაწილეობთ, ხო, ბიოლის ძალიან ცნობილი გამოთქმა რო თქვა ჩარევა აუცილებელი. უბრალოდ ამას ადამიანები მეტნაკლებობებით ახერხებენ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ხო, ვიღაცა ამას ახერხებს უფრო აქტიურ რეჟიმში, ვიღაცა უფრო ნაკლებად, ვიღაცა ზოგიერთ კონკრეტულ დროს. ეს განპირობებულია შენი მდგომარეობით, რომ არ გინდა რაღაც დაატრიგერო, თუ არა, უბრალოდ ტიპაჟურად ასეთი ადამიანი ვარ. რომ მგონია, რომ არის რაღაც მომენტები, როცა უნდა ვილაპარაკო, მგონია, რომ ყველა მომენტი ასეთი არ არის და არც აუცილებლობა. ყველაფერზე რაც ხდება, ყოველ წუთას კომენტარი გავაკეთო და ზოგჯერ სადღაც არ მინდა კომენტარი გავაკეთო, ზოგჯერ რო გავაკეთო, კიდევ უფრო უარესი იქნება იმისთვის, ვისაც მე ჩემს გულშემატკივრად ან საქმეს, რომელსაც გულშემატკივრობ. მივიჩნევ ან საქმეს, რომელსაც გულშემატკივრობ, ხო? ამიტომაც რეალურად მე
იქნებოდა ეს თქვათ აი ეს ცნობილი მიტინგების კარის გაღება, რომელიც რუსეთის სადმე პროტესტის ნაწილი იყო, ხო ის გავრილოვის ხამეები და შემდეგ დაემთხვა და მერეც. თუ სხვა დანარჩენი გადაწყვეტილებები, რომელიც მე ვფიქრობ, ყველანაირი ყალბი თავდაბლობის გარეშე, რომ საკმაოდ თავი ნაბიჯები იყო. მათ შორის რუსული კულტურის ცენტრის გახსნაზე უარის თქმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში, რომელსაც თქვათ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ჩემს შემთხვევაში იყო სავალდებულოდ გასაკეთებელი ამბები, იმიტომ რომ მე ვიყავი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და საქართველოს ეროვნული ამოცანა არის ხაზგასმით, რომ ის იბრძოდეს ოკუპანტის წინააღმდეგ. ამიტომაც ჩემი წითელი ხაზი დავასრულებ. ჩემი წითელი ხაზი სწორედ აქ გადის. მე ზუსტად ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩემი გადასახედიდან ზუსტად ვიცი, სად არის საჭირო ჩემს მიერ ხმის ამოღება, როდის იმოქმედებს ის ყველაზე მეტად და ვერც შემთხვევაში ვერ დავექვემდებარები ხა ვიღაც არ მინდა რა ვიღაც სტიგმატიზაცია და ყოველწუთას ამ ბაბლის ძახილის სადაც გაჭირვებულ დღეში ეს ბაბლი. მაგრამ ვიღაცა ხალხის რაღაცა გაბრაზებული მეჩვენები ბაბლზე. აღარ სასწრაფოებით ტრაგიკომიკურ მოცემულობად მგონია. აი კიდე მეჩვენები. არა თუ ადამიანი ვიღაცას გააკრიტიკებს, ის მაინც გაბრაზებული უნდა იყოს. კი ბატონო. მაგრამ აი რომ თხოვს ეს ხო კომპლექსის ნაწილია. რო შენ ვიღაცაზე ცუდი თქვი, ესე იგი კი რაღაცების სისულელი შეიძლება ჩემთან დაკავშირებაც გაუკეთებია, მაგრამ მე მგონია რომ კიდევ უფრო მეტი სისულელიც გაუკეთებიათ იმისთვის, რომ გააკრიტიკო. მაგრამ იცი რა მაგ რაღაცა ბაბლი თუ რასაც მე ვერ დავადგინე საზღვარი მაგის. ანუ ვინ არის მაგის წევრი და ვინ არა, მაგრამ ეს პირობითად როგორ იქ შესანიშნავი ხალხიც არის. და ანუ არ მინდა რომ მე ვარ ბაბლის წევრი შენთვის. ვერ ხვდები თუ ამიხსნი რა არის. არ ვიცი. ანუ სად გადის საზღვარი, რა პოზიციის ხალხია, როდის მიიჩნევი ბაბლისგან გადევნილად თუ ბაბლის წევრად თუ პასპორტს როდის გაძლევენ და ვიზას როდის გიუქმებენ, გეტყვი. ამ ზოგადი გადასახედიდან კი წევრი კი არა, მოწინავე ის ახლა ფლაგმანი. ფლაგმანი. არ ვიცი, მართლა არ ვიცი და არ ვიცი, კარგია თუ არა ვარ სად უნდა ვიყო და ასე შემდეგ, მაგრამ ყველანაირი აი ამ მართლა პერსონალობას მართლა ვერ გავარკვი. ეგ ხო ზოგადი პრობლემაც არის სხვა შორის. მე რა მიმაჩნია მაგ ხალხის მთავარ პრობლემად გულწრფელად გეტყვი, ყველანაირი კიდევ ერთხელ ვამბობ პერსონალური გამოცდილების მიღმა, იმიტომ რომ მართლა ბევრი რაღაც გადამიაზრებია და მაგ ნაწილს ასე თუ ისე დავშორდი. მიუღებლობა ნებისმიერი განსხვავებული აზრის. მათ შორის შენ თვითონაც მოყოლილ ხარ მაგაში, მე ვაკვირდები შორიდან, ეგრე არ არის და სხვა დანარჩენებიც, ან შენ თვითონაც მიგიღია მონაწილეობა სხვების განსხვავებული აზრის ჩაქოლვაში. და შესაბამისად თქვა, ეგ პრობლემა ის კი არა, რომ დისკუსია არსებობს ან არ არსებობს, უნდა არსებობდეს. მაგრამ ადამიანების გაძევება ან გაუქმება, ან სრული თქვა რაღაცა შეიძლება ასე ითქვას რაღაცნაირი იარლიყის ადამიანების გაძევებაში არ მიმიღია მონაწილეობა როგორც კი პირიქით ვხედავ რომ იქითკენ მიდის ამბავი უკვე ჩემს საინტერესო აღარ ხდება გადახვედი თავის დასვას არ გიტე ანუ მე ვთქვი რომ შეიძლება მეთქი შენ სადღაც რაღაცაში როგორც მე კაი ჩემს თავზე ვილაპარაკე არა მე მიმიღია მონაწილეობა ღია კრიტიკის მაგრამ ხო კრიტიკას ნუ რა პრობლემაა არავითარი პრობლემა არა მანდ არის საზღვარი ანუ თუ ჩვენ ვამბობთ რომ ჩვენ ვართ ალუდაკეთელაურის ქვეყანა არ მინდა ხა რაღაცა ძალიან ისეთი მაშინ ზუსტად უნდა ვიცოდეთ რომ გამსაზღვრელი პრობლემა ის კი არ არის ალუდაკეთელაურის თქვათ იდეას თემი გაიზიარებს თუ არა თემ შეუძლია რომ არ გაიზიაროს იმიტომ რომ თავის კანონიკა აქვს ამ პირიქით განსაზღვრელი პრობლემა დგება მაშინ როდესაც ალუდაკეთელაურისთვის და თემისთვის ერთ ადგილას ცხოვრება ხდება შეუძლებელი ანუ თემი აძევებს ამის გამო ალუდაკეთელაურს და არა ის რომ მან არ შეწირა მაინც და მაინც ეს არის. ამიტომ თუ ჩვენ მაგას გავაცნობიერებთ, რომ ვიღაცამ რაღაც კითხვის ნიშანი რომ დასვა სადღაც, თუნდაც არასწორი. ან სწორი, როგორც მე აღმოჩნდა. ეგ კი არ არის პრობლემა, პრობლემა ამ კითხვის ნიშნის გაძევება არის. მაშინ განვითარდებით, იმიტომ რომ ყველა საზოგადოება, ნებისმიერი სოციუმი, ნებისმიერი განშტოება, თუნდაც რელიგიის, რომელიც წყვეტს კითხვის ნიშნის დასმას, წყვეტს განვითარებას. ესე არის მოწყობილი სამყარო და შესაბამისად ეგრეა. და ეთანხმები იმას, რომ მაგალითად მწერალი აპოლიტიკური უნდა იყოს.
ზუსტად ამას ვამბობ, რომ არც იმას ვეთანხმები, რომ წერალი აპოლიტიკური იყოს, მაგრამ ვიღაცამ თუ გადაწყვიტა, რომ იცხოვროს ბერივით. არა, ჩემსავით არა, მე ეხლა რაც არ უნდა მოინდომოს, ვიღაცამ ვერავთ ვერ დამაბრალებს იმას, რომ მოწყვეტილი ვარ საზოგადოებრივ ცხოვრება ძალიან ბევრ თემაზე, ძალიან აქტიურად ვისაუბრია, მათ შორის ჩემთვის უკიდურესად გარდამავალ ფაზაზე 2023 წლის აი ამ კანონის მოვლენების დროს, როდესაც მე ძალიან ახალი დასრულებული მქონდა აქტიური ფაზა. ჩემს გადაცემის სტუმარიც იყავი თუ არ ვწდები? გადაცემის სტუმარი შეიძლება არ ვიყავი, მაგრამ სოციალურ ქსელში ვლაპარაკობ. ხო, ესე მახსოვს. მაგას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ვიღაცა არის ხო, რომელმაც თქვა, რომ მე არ მაინტერესებს ეს. მე მინდა ვიყო ამ რაღაცის გარეთ. მესმის რომ არ მაინტერესებს ცოტა ხო არ არის ისეთი ნათქვამი. მესმის რომ გარედან მოდის არგუმენტი, რომ თუ არ გაინტერესებს, მაშინ იმ სიკეთეებს რატო იღებს საზოგადოებისგან, რომელიც ნაწილიც ხარ. და ან თქვათ ვიღაცა რომ მოგივარდეს, მე ჩვენ ხომ უნდა დაგიცვა. ხო, ნუ რაღაცა არა ემპათიური არის ჩემთვის. მაგრამ ამ კონტრარგუმენტების მიღმა ხო დადასტურდა ეს, რომ ვიღაცისთვის რაღაცის თქმის დაძალება ამ თქმის მერე გამოიწვია გაცილებით უარესი ეფექტი, ვიდრე მანამდე ამ მოცემულობას ჰქონდა. ეს ხო დადასტურდა ბევრჯერ, მოახსენებთ სახელებს თუ გვარს, მაგრამ ჩვენ თვალწინ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ვიღაცას ეუბნებიან, ხმას არ იღებ, მაგრამ ამოიღებ, მე ის აბზაცი არ მოგეწონება, ეს აბზაცი არ მოგეწონება, ჩაქოლავ და ის საერთოდ აღარ ამოიღებს ხმას. ამიტომ მე მგონია, რომ პროცესი ყოველთვის უნდა იყოს ბუნებრივი. ეს იმას კი არა აუქმებს, რომ შენ ის ადამიანი გააკრიტიკო. ეს შენი უფლებაა. უბრალოდ იძულება არ უნდა კონდეს იმ ადამიანს. ხო, ეხლა მე რო გკითხო, რომ დღეს ყარდება თუ არა საქართველოში დიქტატურა, ეს ნიშნავს, რომ გაძალებ და რაღაცა არა, ჩვენ ლაპარაკობდით უყურე. მოდი. არა, მე შემიძლია ამაზე პასუხი გაქცია, ან არ გაქცია, მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის. მე შენც იცი, რომ ხედავ უამრავ პრობლემას და მონაწილე ვარ, თქვათ, ამ პროტესტზე და მგონია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სრულად უსამართლოდ არის დაჟინჯილი და ასე შემდეგ. ჩემში არ არის პრობლემა. მე ხა ძალიან სხვა მაგალითზე ვლაპარაკობდი, რომელიც შესაძლოა ორივე ვიცით, უბრალოდ შენ შეიძლება არ გახსენდება, ძალიან მნიშვნელოვანი სერიოზულ მწერალზე არის ლაპარაკი, რომელთან დაკავშირებითაც იყო ეგრე, რომ თქვა, აი შენ რატო ხმას არ იღებ საერთოდ, რატო აი კონკრეტულად ამას არ აკრიტიკებ, მე რაღაც წერილი მოიწერა და მე ამ წერილის გამო ეს კაცი ლანძღეს, ან ვიღაცაებმა გადაწყვიტეს, რომ მოდი არ ლანძღოთ და მაშინ ნახოთ რაღაცა, რომელიც შეიძლება ჩვენთვის სასარგებლო იყოს. პრობლემაა ეს. ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუკი ჩვენ ინდივიდუალიზმს ვიცავთ, თუკი ჩვენ გვაქვს განზრახული, რომ ადამიანის ნებისმიერ გაწყვეტილებას პატივი ვცეთ, იმ დონეზე, რა დონეზეც ის თქვათ, შეიძლება კანონს თუ არ ღვევს, მერე უკვე სახელმწიფო ერევა, მაგრამ მანამდე მისი თავისუფალი ნების არჩევანია, მე მგონია, რომ ჩვენ აქ რაც არ უნდა გვინდოდეს, რომ ვიღაცა იყოს ჩვენთან ერთად. ჩვენ ხო ვართ მიდრეკილი იმისკენ, რომ ადამიანები სხვა დანარჩენი ადამიანები გვეთანხმებოდნენ. ჩვეულებრივი ამბავია. და მიდრეკილი ვართ ასევე იმისკენაც, თქვათ გულწრფელად, რომ ვიღაცა ვინც არ გავს, ან დავიმსგავსოთ, ან გავაძეოთ. ეს ჩვეულებრივი ადამიანური რეფლექსია. მაგრამ აქაც უნდა ვივარჯიშოთ. სხვა გამოსავალი არის, მე სხვაზე მაგარი კი არა ვარ. რამით კი არ განსხვავდები ვიღაცისგან, რომ ძალიან ბევრი რაღაცით შეიძლება ბევრი ვინმეს ჩამოვრჩებოდე და პირიქით. უბრალოდ ერთი რაც მართლა ვიცი და რასაც ვაფასებ ჩემს თავში არის ის, რომ მე შემიძლია რაღაცების სწავლა, შეცვლა და ვარჯიში და დაძალება საკუთარი თავისთვის. რაღაცა რაც მინდება არ თქვა. გიორგი, რომ გთხოვოს, აი მაგალითად საქმეში, აი თქვათ გაურკვეველმა ადამიანმა, უცხოელმა ორ აბზაცში აღწერა იმისა თუ რა ხდება საქართველოში. აი როგორ აღწერდი? ორი აბზაცი უნდა თქვა. მე არ პირდაპირ გეტყვი ყველანაირი ქართულების გარეშე, გულწრფელად აბსოლუტურად, იმიტომ რომ სხვებთანაც მილაპარაკია. მიუხედავად იმისა, რომ სიტუაცია არის უკიდურესად რთული, მე მგონია, რომ ჩვენ გადაგვილახავს გაცილებით უფრო რთული პერიოდები. ამიტომ ყველაზე უფრო მძულს აპათიური მიდგომა და არაფერი გვეშველებას ძახილი. მე მგონია, რომ საქართველოს ყოველთვის ქონდა და დღესაც აუცილებლად ექნება ძალა იმისა, რომ გადალახოს. როდის ხვალზე, შვიცაძე, იმაზე ეს აბსურდია. და არასწორი და დამაზიანებელია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყოველთვის შეძლებს რომ გადარჩეს. ეს უნარი მას აქვს, საიდან გადავრჩით.
კი ბატონო, კარგია, მეც გეთანხმები აბსოლუტურად და მნიშვნელოვანია ეს განწყობა შევინარჩუნოთ ბიბლიოთეკას რომ დაუბრუნდეთ. კოკო გამსახურდიასთან, რომელიც ახლა არის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, რამე ურთიერთობა გქონია აი გადაბარების პროცესში? ვიცნობდი მას და ძალიან ნორმალური ურთიერთობა მქონდა. მას მერე კიდე ერთხელ ვამბობ და ეს არის ზუსტად ჩემი უფლება. თან იქ ძალიან ბევრი სულად შესანიშნავი ადამიანი დავტოვე. ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით კითხვებს არ პასუხობ ბევრი მიზეზის გამო. პერსონალური მიზეზის გამო. მე შემიძლია რომ ხელისუფლება გავაკრიტიკო უპრობლემოდ, მაგრამ რახანაც ის ადგილი მე სამსახურეობრივად მიკავშირდებოდა, მე თვითონ იმ ადგილთან დაკავშირებით ვცდილობ რომ კომენტარი არ გავაკეთო, თქვი ეს ერთხელ და ვინარჩუნებ ამ განცდას ისევე როგორც მგონია. შეიძლება ეს ზუსტად იმ ხასიათობრივი მახასიათებლების გამო რაც თქვი, რომ ჩემი ადგილი ტიპურ პოლიტიკაში ვერასდროს ვერ იქნება. იმიტომ რომ ჩემნაირი ადამიანი, ეს არ არის რაღაცა აი ვიღაცებს გონიათ ხოლმე რომ ამას როცა ადამიანი ამბობს, ის ისხლეთს აგრესიას და ცდილობს რომ თქვათ რაღაცნაირად დაიჭიროს ადგილი სადღაც პანთეონზე, სადაც ნაკლებად არა. ადამიანი ყველა ისედაც მონაწილეობს პოლიტიკაში. ოღონდ ვიღაცა ახერხებს რომ ტიპურ აი პარტიულ ყოველდღიურ პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა. ვიღაცისთვის ეს არის შეუსაბამო. პერსონალური ხდომილებები რომ შენ ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღარ მუშაობს, ამის მიზეზი ვერ გახდება, მაშინ ყალბი ყოფილხარ. მაშინ უბრალოდ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი რო ხარ, მაშინ იძახდი ამას რომ პოლიტიკაში არ მინდა და რაღაცა რომ შეგემთხვა, მე გადაწყვიტე რომ პოლიტიკაში მოხვიდე, ეგ არ არის სწორი. ჩემი წიგნებზე მინდა კითხო, შენი ყველა წიგნი, რაც არ უნდა დაწერო, წიგნების მაღაზიაში ყოველთვის ბესტსელერების თაროზე ხდება მე პოეზიაში არა. როგორ? პოეზიაში არა. არა, გულისხმობ ხო? პოეზია არ მიგულისხმია. ბესტსელერების თაროზე, საერთოდ არ ვიცი პოეზია თუ არის ხოლმე მაგ თაროზე შემოწყობილი. კი, ბესტსელერის თაროზე საერთოდ არ არის. მაგას გეუბნები, ეგ ბესტსელერის თაროზე პოეზია არ ვინახავს. პოეზიის ქვეყანაში. ხო, შენი შეფასებით რა არის წარმატება? ურე, საინტერესო რაღაცა არის. მე მაქვს რამდენიმე ძირითადი ხაზი. ლიტერატურული თვალსაზრისით მე მგონია რომ ყველაზე უფრო განვითარებული ვარ პოეზიაში. პოეზიის მიმართულებით, არასწორი ქართული იყო და ყველანაირი ყალბი თავდაბლობის გარშე მგონია რომ თუ ვინმე არის დღეს კარგი პოეტი, მათ შორის ვარ მე. სხვასაც შეგიძლია კომპეტენტურ ხალხს კითხო. მაინდა-მაინც ახლა ადგილების ჩამონათვალს არ გავაკეთებ. რაც შეეხება პროზას. მე მგონია რომ შესანიშნავად გამომდის და ძალიან ახლო არის ჩემთვის საბავშვო ლიტერატურა და ამავდროულად ეგრეთ წოდებული პოპ ლიტერატურა, რომელიც უფრო თუ შეიძლება ასე ითქვას, სხვა მიდგომებს გულისხმობს პროზასთან დაკავშირებით. მათ შორის შეიძლება გულისხმობდეს შენაკადებს, სხვა თქვათ სფეროდან, გამოიყენო კარგი გაგებით კონკრეტული სახელები, რომელმაც უფრო დიდ სათქმელამდე მიგიყვანოს, მაგრამ კლასიკური აზრით დიდი პროზის წერა მეჯერ არ დამიწყია. და ეს მომავლის საქმე, იმიტომ რომ დღევანდელი ვთქვათ, ესეთი ყოველდღიურობის შემთხვევაში ეს ცოტა რთულად განსაზღვრება. მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მე თავზე ნაცარი წავიღებ და ვთქვა, რომ იმ პროზაში, რასაც ვწერ, ცუდად ვაკეთებ. უბრალოდ ზუსტად ვიცი, რომ ის არის ის ხაზი და რამდენიმე ხაზს ვამუშავებ და მე მგონია, რომ დიდი წარმატებით. საერთოდ ცხადია, ეს წარმატება იწვევს შურს, გარდაუვალ შურს და გაღიზიანებას და ამას ესე პირდაპირ ვერ მეუბნებიან, მაგრამ ისედაც ზოგი პირდაპირ წერს, რომ მაგალითად კომერციულ პროექტებზე მუშაობა აზიანებს ნამდვილ ლიტერატურას. აი შემხედრია სტატუსი. ხუმრობაც წამიკითხავს Facebook-ზე, რომ აი ვინმე რო გაპოპულარულდება, ახლა მივა გიორგი კეკელიძე და მასზე დაწერს ბიოგრაფიას. ამ ხუმრობას აქვს რაღაც მეორე მხარეც და მიანიშნებს, რომ თითქოს რაღაც, არ ვიცი, პარაზიტებს ხვის პოპულარობაზე. მე. ხო, აი ეს არის ალბათ ამ ხუმრობის საქმე შენი აზრით? არა, ჩემი აზრი არ არის. არა, ხო შენ ხო ციტირებ მაგას. და რაში მჭირდება მე ეგ? არა, მე არ არის ჩემი აზრი. მაინტერესებს ამაზე. გავიგე, კი არ გედავები. ეს hard talk-ში კი არა ვარ, შემოსულოდ გეკითხები. ეს არის ვიღაცა განწირული, სრულიად უსაქმური, ალბათ რაღაცის გამო ცხოვრებაში გავოროტებული ხალხის რაღაც მოსაზრება, რომელიც
უკიდურესად უმნიშვნელოა ლიტერატურისთვის და საკუთრივ ჩემთვის. მე მესმის ამ ადამიანების ძალიან, იმიტომ რომ მე მესმის, რომ როდესაც ვიღაცა მე შემხედავ, შეიძლება ნერვები მოეშალოს, ბევრი მიზეზით. იმიტომ რომ რაღაცები რაც მე მაქვს, მათ არა აქვთ. ეს სამწუხარო ამბავი შეიძლება აღმოჩნდეს თქვისთვის, მაგრამ ვერავთ ვერ ვანუგეშებ გარდა იმისა, რომ თუ რამე სევდა შემოეძალებათ, შემიძლია რომ მაგ საკითხის მოგვარებაში, როგორც სხვა ადამიანების შემთხვევაში ჩავერთო. არა, მაც არ გიფიქრია, რომ უბრალოდ კრიტიკა არის. კრიტიკა რისი? რაზე არის დედა და ილია? წერლის მაგალ. მე არ ვიცი, არ წამიკითხავს, მაგრამ აუცილებლად არც იმ ადამიანს არ წამიკითხავს. ეხლა ხანს გამოსცა დედა და ილია მსოფლიოში ყველაზე დიდმა ესპანურმა გამომცემლობამ, ესპასამ. ყველაზე დიდმა. და ყველა ესპანურენოვანი ადამიანი წაიკითხავს ამბავს, როგორ დავკარგეთ აფხაზეთი, როგორი გზა გამოიარეს ქალებმა და კონკრეტულად ერთმა ადამიანმა და შესაბამისად როგორ მივიდა იქამდე, სადამდეც მივიდა. ნუ იქნება ის მისი შვილის წარმატება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. კიდე ერთხელ ვამბობ, საერთოდ აღარ ბრაზდები. იმდენად რომ რეალურად თვისობრივი თვალსაზრისით ეგ ხალხი შეიძლება კიდე წერს, მაგრამ მე ვეღარ ვიგებ. იმიტომ რომ მე ხაზგასმით მგონია, რომ როდესაც შენ პოპულარული ხარ, მე ვიცი დაახლოებით ვინ ხალხი წერს მაგას. როდესაც შენ რაღაც ტიპის წარმატებას აღწევ, გარდაუვალი მომენტია, რომ ადამიანებს შენ შეშურდება. არა, ხალხი წერს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ხალხი და არა ხალხი და სხვა ადამიანთა. ანუ ეს არ არის ასეთი თემა, რომ მე სხვათა შორის გულწრფელად გითხრა, რაღაცები გამოვიმუშავა, მათ შორის როგორი რაღაც გეტყვი. ის ხალხი არ მძულდება. იმიტომ რომ რაღაცა იმ ხალხს ვიცი ვიზეც ლაპარაკობ, დაუწერე სწორით და ვიღაცას რომ მოუწერე იმ სხვა რაღაცაზე, მე შემიძლია ის ადამიანი შევაქო კიდეც. მე მართლა არ ვიცი ვიზა ვლაპარაკობ. ვიღაცა ხალხი არის რაღაცა ზოგს ფსევდონიმი ქვია ზოგს. არა, მე უბრალოდ ნამდვილად არ მახსოვს ვიზა ვლაპარაკობ, მახსოვს რომ დაიწერა, მაგრამ ლაპარაკობ ისე დრამატულს კაცო, გეუბნები რომ არა, უბრალოდ რომ ბუნებრივი მომენტია, გარდაუვალი, რომ როდესაც შენ ხდები პოპულარული, თან ცოტა გაუგებრად პოპულარული მწერლის პროფესიისთვის ნერვებს მომშლელია ეგ ძალიან. შესაბამისად, ადამიანი ვიღაც ახერხებს რომ თავი შეიკავოს, ვიღაცა საკუთარი რეფლექსების ტყვე ხდება და გლანძღავს. მათ შორის უსაფუძვლოდაც, მათ შორის საფუძვლიანადაც. ჩვეულებრივი ამბავია. მე ხო არ ვლაპარაკობ, რომ რაღაც რაც დამეწერია, კრიტიკას არ ექვემდებარება. სიჟი, რა სისულელი. ან თქვათ ვიღაცამ ჩემს კონკრეტულ ტექსტში ლაფსუსი როგორ იპოვა და ეს რა დიდი საკრალური მოცემულობის რა სისულელი. უბრალოდ, როდესაც ზუსტად ვიცი, რომ ადამიანების ნაწილს აქვს წინასწარ განწყობა. სულ ერთია რა, შენ რას გააკეთებ? იმიტომ რომ მათი ამოცანა რა არის? ერთადერთი ყოველდღიური იმას გავზახები რაღაცა ჩემზეა მოჯაჭული ზოგადად, ზოგადი აზრით, მაგრამ მათშიც გარკვეულწილად მეც ვიგულისხმები. რომ ან ფეხი გადაგიბრუნდეს, ან ფეხის გაბრუნება გამოგიგონო. ეგ არის ამოცანა. მეტი ამოცანა არ არსებობს. ან ის უნდა მოგივიდეს და მართლა შეიძლება მოგივიდეს. ფეხი გადამიბრუნდება უამრავჯერ. იმიტომ რომ ადამიანი არის კოჭლი არსება, თავისი არსით. ის ღმერთი ვერ იქნება, მე დაუშვებ უამრავ შეცდომას. ხვალაც დღეს ხო ვამბობ, ვერ გადავაზღვევ. რაღაცას გავაკეთებ არამოსაწონს, რაღაცას პირიქით. მაგრამ მეორე ნაწილი, რა თქმა უნდა, უსიამოვნოა. როდესაც ვიღაცა ფეხის დაბრუნებას გამოგიგონოს, მაგალითად იცი რომ წიგნი საერთოდ არა ხელში არა აქვს ანაღები ის წიგნი და იძახის რომ წაკითხული მაგ და ეს სისულელი. იმიტომ ამით იკვებებიან. მე რითი ვანუგეშო ეს ხალხი, სხვა ლიგაში ვთამაშობთ. ძალიან ქვევით არიან ამ თვალსაზრისით. მე სხვაგან ვარ. ეს სხვაგან ყოფნა უყურე არ ნიშნავს მაღლა ყოფნას. მე რა ოთახში შეიძლება შევიდე, შეიძლება მქონდეს მცდელობა რომ გავხდე მთავარი ადამიანი. მაგრამ ამავდროულად ვიქნები ყველას თანაბარი. მე არ მგონია რომ ოზურგეთში სოფელ ეკადიაში მცხოვრებ გლეხზე მაღლა ვიყო. უბრალოდ მგონია რომ უსინდისო ადამიანთან შედარებით სხვა ლიგაში ვთამაშობ. რამით მაგარი კი არა ვარ ვიღაცაზე, ღმერთმა დამიფაროს რომ მეორე ადამიანს ზევიდან შევხედო. უბრალოდ მგონია რომ ლიგები განსხვავდება, მე მაქვს სხვა ამოცანა, იმ ადამიანს სხვა ამოცანა აქვს. მე მაქვს ამოცანა რომ შევქმნა, იმ ადამიანს აქვს ამოცანა რომ ამ შექმნილში რაღაცა ცუდი დაინახოს ან მოიტყუოს რომ დაინახა და გაგლანძღოს. და რატომ უნდა ჩავყვე ამას? ხო მირჩევნია რომ მე ჩემს ლიგაში ვითამაშო, იმან თავის ლიგაში ითამაშოს. მე რომ დავწერო ყოველ დღე გამოხმაურებები ხა იმ ხალხის კრიტიკაზე ნორმალური იქნება ეს? ეს ხო ისევ იმ ხალხს კვებავს
და რაღაც მნიშვნელობას მიანიჭებს. შენ აი მაგალითად რა ტიპის კრიტიკაზე არ გექნება მძაფრი რეაქცია? არ მაქვს ამაზე რეაქცია მართლა. არა, გაქვს კი. არა. ჩემი აზრით გაქვს. არა, რატომ მაქვს ხო რა არ ვიცი, შეიძლება ვცდები. არა, ეგ ეხლა შენ ყველაფერზე იძახი ვიღაცა გავაკრიტიკე, განაწყენებული ხარ, არ არის ეგ. უყურე პირდაპირ გულწრფელად გითხარი. რაღაცეები რაც შეიძლება იყოს პერსონალური, გაცილებით შეიძლება მოქმედებდეს ჩემზე, ვიდრე პროფესიული. იმიტომ რომ არის რაღაცეები, რაშიც ძალიან დარწმუნებული ვარ. არის რაღაცეები, რაშიც დარწმუნებული არა ვარ. მათ შორის მგონია რომ სადღაც შეცდომა მომივიდა, სადღაც არასწორად მოვიქეცდა. იმასთან ახლო კრიტიკა რომ მესმის, ის რა თქმა უნდა გაცილებით მოქმედებს. ანუ არა, მიუხედავად იმისა, რომ შენ ძალიან ჭკვიანი ადამიანი ხარ, ბევრი ამის ამოცნობა შეიძლება შეგიძლია ეს მართლა ასეა. ვერ მაგიზიანებს. ვიღაცამ რომ მითხრას, რომ შენ ცუდი პოეტი ხარ, ვერ გამაღიზიანებს ეს ვერაფრით. წარმოუდგენელია, შეიძლება გამეცინოს. მაგრამ ვიღაცამ რომ მითხრას, რომ შენ სადღაც არასწორად იქცეოდი ცხოვრების რაღაც ეტაპზე, რაც მგონია რომ შეიძლება ვიქცეოდი კიდეც. ეს გაცილებით ტრამული იქნება. კი, იმიტომ რომ ჩემს თავში რაღაცას ვიპოვი ისეთ, სადაც ვფიქრობ, რომ შეცდომა დაუშვი. ამიტომ გონია რომ განა მიხარია კაცო ეგ და ვიძახი რომ ის კი არა მაქვს რაღაცა მაზოხიზმის სურვილი და რაღაცა ყალბი ეპატაჟი რომ მიდი მლანძ. არა, მაგას არ ვამბობ. უბრალოდ ვერ მოქმედებს ეგ. შეიძლება იმ წუთას უცბად მეწყინოს, მაგრამ ხანგრძლივი ვერ არის. მაგალითად არ რო ახსნათ. იგივეს არ გამოიწვევს, რაც დამემართა. მაგას გეუბნები. ხო, ანუ ხო ფუნდამენტურად განსხვავდება რა. ანუ სიხარულით არავის არ გაუხარდება ლანძღვა. მაგრამ მასშტაბები არის თვისობრივად განსხვავებული. იმიტომ რომ სადღაც თორსა სრულიად დარწმუნებული ხარ რაღაცას სწორად აკეთებ. სადაც იცი რომ თქვა რაღაც ხარისხი შენი არის ძალიან მაღალი. მესმის რომ კაი არ არის რომ ვიღაცა გლანძღავს, მაგრამ იმდენად დარწმუნებული ხარ რომ ვეღარ რეაგირებ შენ. ხო, აი წეგან თქვი რომ მე ვარ ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი. ეს არის შენი თავდაჯერება, ვიღაცისთვის შეიძლება ის იყოს ამპარტავნებას. რატო? არ ვიცი, მაგრამ კი აუხსე. არა, მე მგონია რომ როდესაც რაღაც პროფესიაში შენ თვლი რომ გარკვეულწილად მაღალი ხარისხის ნიშანი გაქვს, შენ თამამად შეგიძლია რომ ეს თქვა. რა პრობლემა არის? მე რომ პოეზიაში შეიძლება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ვარ. ეს ხო არ არის საფუძველი იმაში რომ ჩავთვალო რომ მაგალითად პურის მცხობელზე და მეწაღეზე მაგარი ვარ და ეს საკრალური მოცემულობა არ ვთვლი ამას, მაგრამ მაგარი ვარ. ვიღაცა პურის მცხობელმაც რო თქვას მაგარი ვარ ყველაზე ჩემს სფეროში, რა პრობლემა იქნება? არავით არის და შესანიშნავი პროფესიაა და ბრწყინვალე და ყოველდღიურად გამოსაყენებელი, შეიძლება გაცილებით უფრო ვიდრე ვიღაცისთვის პოეზია. ამიტომ მართლა საკუთარ შემოქმედების რწმენა აუცილებელია შენთვის. მე ვარ ძალიან ამბიციური ადამიანი. ოღონდ კიდე ერთხელ ვამბობ, მე რომ საშუალება მქონოდა, მე საერთოდ არ ვიქნებოდი თვითკრიტიკული. უბრალოდ ცხოვრება გაიძულებს და სწორადაც გაიძულებს, რომ მიყო თვითკრიტიკული და მე ვარ თვითკრიტიკული. ნამდვილად და ზუსტად შემიძლია ვთქვა რომ რაღაცა რაც არ ვარგა ჩემ შემთხვევაში, რაღაცა რაც მაღალი ხარისხის არის, მაღალი ხარისხი. აი რა არ მოგწონს ეს რაც შენ გაგიკეთებია? მე მგონია რომ შენი თვითკრიტიკულობა მინდა მინდა. მე მგონია რომ რაღაცების დაწერა შემეძლო გაცილებით უკეთ, მათ შორის პატარა პროზაული ტექსტების. მე მგონია რომ მაგალითად გურულდღიურებს გაცილებით ჯობია წერილები ჩემი ბავშვობიდან. რომელიც არის პირიქით ხშირად ვსმენია. ეგ არაფრის შენთვის ინდიკატორი არ არის. და მაგავე ტექსტში მაგალითად პირველ ნაწილს მე თავიდან დავწერდი და გაცილებით სხვანაირად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ლაფსუსი, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად წერდი, წერ ძალიან აქტიური ცხოვრების საქმიანის პარალელურად და შესაბამისად ეგ იმ პერიოდში განსაკუთრებით ეხა რაღაცნაირი ბალანსი ვიპოვე მაინც მოქმედებდა. და ბევრი პოეზიაშიც შემიძლია იგივე ვთქვა, რომ რაღაც ტექსტს სხვანაირად დავწერდი. ეგ პრობლემა არ არის. უბრალოდ საქმე ეგ არის, რომ რაღაცნაირად ვთქვათ, ჩემში რაღაცნაირად დეტერმინირებულია ეს, რომ მე ვარ წარმატებისკენ მიდრეკილი ადამიანი, ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ამბიცია არსებობდეს. ეგ არის და ეგ. ეხლა ვინმეზე ხო არ წარ ბიოგრაფიულ რომანს? არა. ამ წუთას მუშაობ რამდენიმე ტექსტზე. ვიზა დაწერდი? აი ესეთი მეორენაირი ფუფუნება რომ მქონდეს? ხო, იმიტომ რომ ხვიჩაზე და ილიაზე მე მგონია რომ ხვიჩაზე წიგნიც არის ძალიან გამართლებული წიგნი და ბევრ იტალიელს მოუყვა საქართველოს შესახებ და ძირითადი განზრახულობა ეგ იყო,
ძირითადი, იმიტომ რომ თვითონ იტალიელებმა მთხოვეს ეს თავის დროზე და ჩემი პირველი წიგნი იყო სხვათა შორის და საერთოდ არ ვნანობ მის დაწერას იმ დიდი დეპრესიის მერე და რაც შეეხება დედა ილიას, მე ვფიქრობ, რომ ეს ასევე ძალიან ბევრ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ მოუყვება უამრავ ადამიანს. სხვათა შორის ერთ-ერთმა პოლიტპატიმარმა წაიკითხა იქ ციხეში და წერილი მოიწერა და საჯაროდ უბრალოდ არ დადებულა და ესე მოიწერა, რომ სათაური ქვია არასწორადო, იმიტომ რომ ქალის ისტორია არისო და მთელი ხამეო ტიროდიო ამ წიგნზე, იმიტომ რომ მთლიანად გამახსენა მთელი ეს ამბები, რომელიც საქართველოს გაიარა იმ პერიოდში ძალიან შიგნიდან და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ანუ რეალურად გარკვეულწილად თქვა ადამიანების ნაწილი შეიძლება რაღაც ნაწილთან დაკავშირებით განსხვავებული აზრი ქონდეთ, მაგალითად სათაური არ მოწონს, მაგრამ წიგნი რო საერთოდ არ იცი რა არის, რანაირად აგრე არ წამიკითხავს, მაგრამ გმობ ხომ მაგავე წრის ის იყო, რა ქვია, სლოგანი, რომელიც ახლა შეიძლება იგივეს აკეთებს. ნუ წაიკითხავს, რავი, რა პრობლემა არის, რა რატო გონია რომ მე ესე ეხლა კი ბატონო, ეხლა მე გიორგი ChatGPT-ს უნდა ვკითხო, აქვე შენს თვალწინ სტუმრად მყავს ფასიანი ChatGPT-და თუ უპასო. ფასიანი. სტუმრად მყავს გიორგი კეკელიძე, მწერალი, რომელსაც რა კითხვას დაუსვამდი? ერთი კითხვა. ასე ინოვაციური მეთოდი შემოგიდა. ნახე და როცა წერთ, უფრო წარსულს ესაუბრებით თუ მომავალსო? არის ხალხი, რომელიც და თვითონ სიტყვა ხო იმ თავითვე მომავალს გულისხმობს ოცნება. და მე ეთყობა რაღაცა ბაბუა ჩემიც ეგეთი იყო მახსოვს და ასე ლაპარაკობდა, რომ მე ვარ წარსულზე მეოცნები ადამიანი. ანუ რაღაცა რომ ყოფილიყო სხვანაირად, უკუღმა ვოცნებო. შესაბამისად, ჩემს შემთხვევაში წარსული ახდენს ძალიან დიდ გავლენას. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მათ შორის წინა ლაპარაკიდან გამომდინარე, რაზეც ვილაპარაკე, რომ ადამიანის უნდა მოძრაობდეს, იცვლებოდეს, ფერს იცვლიდეს და ასე შემდეგ, მაინც ყველა ალბათ, მაგრამ მე დიდწილად ვარ საკუთარი წარსულის ჯამი. და შესაბამისად უფრო ველაპარაკები წარსულს ვიდრე მომავალს. მომავალი ცოტა მეშინია, იმიტომ რომ კი არა რომ რაღაცა კონკრეტული საფრთხეები მელოდება. გაურკვეველია. ხო, ის არის რა, ობსესიის ნაწილიც ეგ არის, სხვა შორის ობსესიურობის ძირითადი პრობლემა ეგ არის, რომ ობსესიური ადამიანი ხედავს ან ბუნდოვან, ან უარეს მომავალს, ან რამდენიმე არჩევანი ხო არის და ის ირჩევს ყველაზე უარეს თავის ფიქრში. ხო და შესაბამისად ხო, ამიტომ ჯობია რომ უგან. და თან ანუ ეს ძალიან ცალსახა არის, აი მშობლებს, მამას, ბავშვობას რაღაცნაირად განსაკუთრებული როლი აქვს შენს ცხოვრებაში და ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალითაც და მის ცხოვრებაში არის. მე მგონია რომ შენი ყველა ინტერვიუ პრინციპში რა თემაზეც არ უნდა იყოს ის დაწყებული რა ვიცი სახლის ინტერიერის დათვალიერებით დამთავრებული განათლების გავრცელების თემით და ასე შემდეგ არ ჩაივლის ისე რომ შენ არ ახსენო რაღაც დედა მამა გურია შენი წარსული. მე ვარ ადამიანი რომელიც ცდილობს რომ საკუთარი წინაპრების ვერახდენილი სურვილები აასრულოს. მათ შორის მამა ჩემის, რომელიც ფიქრობდა რომ იყო ძალიან მაგარი მოჭადრაკე და ქონდა ამის მიდრეკილება სხვა შორის რაღაც დასავლეთ საქართველოს ჩემპიონი იყო და ასე შემდეგ, მაგრამ უკიდურესად ჩაკეტილი ინტროვერტი, მორცხვი ადამიანი, რომელმაც ვერაფერი ვერ მიიღო ცხოვრებიდან გარდა ტკივილისა, გარიყვისა და ასე შემდეგ. ყოველდღიურ ნაწილში მით უმეტეს რომ 90-იანი წლებიც ზევიდან დაერთო. და მე ყოველთვის რაც არ მახავს უცნაურად ჟღერდეს ვიღაცისთვის გამაღიზიანებლად, პათეტიკურად, ეგენ აღარ მაინტერესებს მართლა, იმიტომ რომ ეგ იმათ შეფასება და ვიღაცას პათეტიკა იმ თავითვე ცუდი რაღაც გონია, რა ხანდახან არის დრო, როდესაც პათეტიკა გჭირდება. მამა ჩემთვის არის მოდელი იმისა, რომ მქონდეს мотивация, მათ შორის მის გამოც ვიყო უკეთესი და მე მას ძალიან ხშირად ველაპარაკები. მაშინაც კი, როდესაც სასაფლაოზე ჩავდივარ, მაგრამ ძალიან იშვიათად ჩავდივარ, იმიტომ რომ რაღაცნაირად მგონია, რომ სულ ჩემს გვერდზე, როცა ჩავდივარ,
უტოვებ ხოლმე ერთ კოლოფ სიგარეტს, იმიტომ რომ 90-იან წლებში მაგასაც ვერ ეწეოდა, იმიტომ რომ ფული იხარჯებაო, მაშინ პურის ფულიც სჭირდა და ამით რაღაცნაირად ვაკომპენსირებ ამ ნაწილს და დანარჩენს ვცდილობ რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში გავუმკლავდე და კი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი წარსული, წინაპრები, ადამიანები, რომლისთა ირგვლივაც ჩამოყალიბდა ჩემი ფსიქიკა, ზოგჯერ წინააღმდეგობრივად, ზოგჯერ პირიქით. მე მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს შენს ცხოვრებაში. პატარა კეკე მინდა იყოს მაგარი გოგო, ჯამრთელი, ბედნიერი და იცხოვროს კეკემ ბედნიერ საქართველოში და მადლობა მინდა გითხრა რომ იყავით ჩვენი გადაცემის ამდენი არასდროს არ მილაპარაკე არავისთან. და სხვათა შორის მეც არ მილაპარაკია ამდენი არც ერთ ჩემ რესპონდენტთან, სტუმართან და მე მგონია რომ ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა ჩვენ და შესაძლოა სასარგებლოც კი ბევრისთვის ვინც მე ვფიქრობ რომ პირველი ნაწილი მართლა სასარგებლო იქნება, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, მართლა ძალიან ბევრი არის სამუშაო მაგ თვალსაზრისით და ესე მიმდინარეა ყველაფერში იგრძნობა, მათ შორის აი მიმდინარე პოლიტიკურ მოცემულობაშიც. დიდი მადლობა გიორგი, მადლობა შენ და გემშვიდობები. ჩვენს მაყურებელს კი ვეტყვი რომ გვიყურეთ ყოველ კვირას 22 საათზე. დაელოდეთ ჩვენ შემდეგ სტუმარს. მაგრამ ის ქვეშ მაინც გაგულანძღავს ვიღაცა. ქვეშ მაინც გაგულანძღავსო ვიღაცა, მაგრამ ნუ ხო ეგ მაგათ გარეშე არ შეიძლება, ასე რომ მივეჩვიე. შესანიშნავად შეიძლება. დაბლოკავ ბოლო კომენტარებს ვიგებ, მაგრამ რასიზმი. მოკლედ, მადლობა. მადლობა თქვენ რომ გვიყურებდით, მომავალ შეხვედრამდე და რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ რომ იაქტიუროთ, მოგწეროთ კომენტარებში, შეგიძლიათ მოგწეროთ ვისურვებდით შემდეგ სტუმრად და მომავალ კვირამდე გემშვიდობებით.